ვარდების რევოლუციის დროს მუშაობდი გაზეთ ალიაში ფოტორეპორტიორად და პარალელურად მუშაობდი 90 წლიდან მუშაობდი სტრინგერ ფოტოგრაფად საინფორმაციო სააგენტო როიტერში. რაც ეხება ვარდების რევოლუციას, ალიაში ქვეყნდებოდა ჩემი გადაღებული ფოტოები როიტერში ნაკლებად, იმიტომ რომ მათ უკვე ყავდათ შტატიანი ფოტოგრაფია, ასე ვთქვა და თუ რამე ისეთი ხდებოდა, რასაც ის ვერ ახერხებდა ან ვერ ასწრებდა, მაშინ ვეხმარებოდი. შემდეგ იყო პარალელურად მე დავიწყე ალიადანო წამოვედი, ეს იყო ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი, დაახლოებით 2004 წელი თუ სწორად მახსოვს, გადავედი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსში, შედიოდა ესა პალიტრა მედიაში და 2007 წლის ბოლომდე მუშაობდი ინტერპრეს სააგენტო ინტერპრესში და შემდეგ გადავედი უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის პრესსამსახურში ფოტოგრაფად. ვალდებულება მოვალეობებში შედიოდა ის, რომ გადამეღო პრეზიდენტის ღონისძიებები, სადაც მონაწილეობდა იქნებოდა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გამევრცელებინა პრესაში, როგორც ქართულ მედიაში, ისე უცხოურ მედიაში. და მიმეწოდებია პრესსამსახურის თანამშრომლებისთვის საიტზე და Facebook სოციმედიაში გასავრცელებლად. ამას და მე რომ იქ მუშაობდი, სანამ მუშაობას დავიწყებდი და კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, გაფრთხილებული მყავდნენ, რომ მე მუშაობდი სააგენტო როიტერში, შტატგარეშე სტრინგერ ფოტოგრაფად და ამაზე პრობლემა არ აქვს, იგივე პრეზიდენტის ღონისძიებები იმათაც დაჭირდება, შენ მაინც ავცელებ და ანუ ამაზე შეთანხმება იყო. შემდეგ იყო 2008 წლის ომი, სადაც ომის წინა პერიოდში, როდესაც უკვე იქ ქართული სოფლები იბომბებოდა და ასე შემდეგ, მოკლედ რთული სიტუაცია იყო. რამოდენიმე დღით მახსოვს, რომ პრეზიდენტი არ იყო მაშინ საქართველოში და ნებართვოდ ხოვე, რომ როიტერს ჭირდება დახმარება, პრესსამსახურის უფროს უთხარი, რომ გავენთავისუფლე და დაახლოებით 1 კვირით ადრე იქ დავდიოდი როიტერის გადაღებებზე. შემდეგ მოხდა ომი, პირველი დღე ომის თუ სპეცოპერაციის, როგორც იყო, ვიყავი პირველ დღეს ვაშუქებდი, მეორე დღესაც და შემდეგ უკვე გადმოვედი ადმინისტრაციაში, იმიტომ რომ უკვე იქ ჭირდებოდი როიტერის ფოტოგრაფიც გამოვიდა შვებულებიდან და მან გააგრძელა თავისი საქმიანობა. ანუ მე ისეთ საჭიროებას მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებს ვიღებდი. ამის შემდეგ 2011 წლის, დადგა 2011 წელი და მინდა გავიხსენო 25 მაისი. ის დღე საკმაოდ ძიმე დატვირთული გრაფიკი იყო მაშინ ადმინისტრაციაში, რაღაც ღონისძიებები იყო და ბოლოს ინტერვიუ სურდათ ვიღაც უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ, რომელიღაც ჟურნალიდან, არ მახსოვს სახელი, 10 სახელი იყვნენ, სტუმრად ჩამოსული და არ ყავდათ ფოტოგრაფი. დაახლოებით 11 საათი იყო ღამის 25 მაისის, რომ ეს გადაღება მორჩენილი მქონდა, პატარა, ასე ვთქვათ, საყვედური მივიღე პრეზიდენტისგან, რომ არ მინდა გადაღებაო და მეთქი სჭირდებათ მეთქი სტუმრებს
ну მაშინ ერთი ორი კადრიო და დაგტოვეო. კარგით, მადლობა, თავისუფალი ვარ, წამოვედი. და ამის შემდეგ რუსთაველის გავლით, დაახლოებით 11 საათი იყო რეზიდენცია რო დავტოვე. გავიარე რუსთაველზე. და ნახე უკვე ეს მობილიზებული იყო, არევის პირას იყო იქ სიტუაცია. დავარტყი პარლამენტის უკანა მხარეზე, გავაჩერე სკუტერით მოძრაობდი მაშინ. და გავაჩერე პარლამენტის უკანა მხარეს. და მეთქი აპარატი თანა მაქვს, ერთი აპარატი მქონდა წაღებული. და გადავიღებ, რაც ხდება, არ ველოდი პირველივე წუთებზე, თუ ესე გართულებოდა და ესეთ დარბევა იქნებოდა სისხლიანი. და უკვე შევხედე, რომ ჩამოვდიოდი ჩიტაძის მხრიდან რუსთაველის მიმართულებით, იქ უკვე კორდონი იყო პოლიციის. ის ჩაფხუტებში და მთელი ამუნიციით აღჭურვილი. ჩამოვცდი მას, ამ კორდონი გამოვიარე, ჯერ კიდე თავისუფლად შეიძლებოდა გადაადგილება, გავხედე თავისუფლების მოედნიდანაც კორდონი იყო, უკვე საკმაოდ იქ უფრო ბევრი იყო პოლიციელები და შემდეგ ქაშვეთის მხარესაც რო გავხედე, იქიდანაც უკვე გროვდებოდნენ. დავბრუნდი ისევე ჩიტაძის მხარეზე ავედი, იმიტომ რომ შემაღლებული წერტილი თუ რამე მოხდებოდა ავირჩევდი და დავიწყე იქიდან გადაღება. სხვათა შორის მე მინდა გავიხსენო, რომ იქ იყო წვიმიანი ღამე იყო და უმატებდა თანდათან წვიმას და ვიღაც ქოლგიანი მამაკაცი მოძრაობდა, არ იყო ქართველი, იმიტომ რომ აღნაგობაზედაც და ჩაცმულობაზედაც ემჩნეოდა, რომ ის აშკარად ვიღაც დიპლომატი იყო. ამ დიპლომატიური, ან საელჩოს წარმომადგენელი, ახლა ელჩებს ვიცნობდი სახეზე. ვიღაც იყო საელჩოს წარმომადგენელი. და როდესაც კამერიანს ხედავდა, ის არიდებდა სახეს, არ უნდოდა ამის აფიშირება და გამოჩენა. არც მიფიქრე ახლა იმის გადაღება, უბრალოდ მან დაინახა კამერა მქონდა და მომერიდა, ასე ვთქვათ. და ამ დროს ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო უკვე გავიგონე ფარებზე იმის ხელკეტების დუბინგის ხმარება არ მინდა ხელკეტების ბრახუნი და დაიძრნენ ყველა მხრიდან, მე ჩიტაძეზე უკვე ამაც იმიდექი და გამოვასარი ძალიან აგრესიულები იყვნენ სხვათა შორის. ეტყობოდათ ჟესტიკულაციაზე, შეძახილებზე და ასე შემდეგ და ჩავედი ქვევით კინო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადავიღე იქ ხის ფარები ქონდა აქციის მონაწილეებს გაკეთებული. შეძახილები ორივე მხრიდან იყო, გინება. ოღონდ პრესის მიმართ არა, ერთმანეთთან იყვნენ ესე ხმამაღალი შეძახილებით. და უცებრო წამოვიდნენ, დაიწყეს და ხალხი ვეღარ გაერკვა, მოკლედ საით უნდა გაქცეულიყო ვერ ჩვენ და მე ერთადერთი მოვახერხე, რომ ჩავედი, დავანებე თავი გადაღებას, იმიტომ რომ რაც ქონა გადაღებული, ის ჯერჯერობით საკმარისი იყო. და ჩავედი რუსთაველის მიმდებარე ოდნავ ქუჩისკენ, მოვეფარე, იქ არ იყო ლამპიონები და ასე შემდეგ, გაუნათებელი ადგილი იყო და უკვე რო ამობრუნდი, დავინახე უკვე ეს ხალხი ნაცემები, როგორ გამოყავდათ, იჭერდნენ ყველას და გზაში სანამ თავისუფლების მოედნისკენ ჩაყავდათ ყველა და მიყიდნენ იმაში ავტობუსში. ავტობუსები იყო მობილიზებული ძალიან ბევრი. ყველა ვინც ვნახე, ვინც ჩამოტარებული იყო ჩემ წინ, იყო
დასისხლიანებული, აი ჩემი ნაცნობი რო ყოფილიყო, ვერ ვიცნობდი. იმიტომ რომ ისეთ ჩემ ფოტოებშიდაც არის ახლა აქ ეკრანზე გადის. და ვერ ვიცნობდი. იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები და ვინც რეზინის ტყვიებს, ანუ ეს ჯერ სროლის ხმა მესმოდა მაგით, მაგრამ ნახე შედეგები. ტანზე შემოხეული მაისურებიდან ჩანდა ეს ამობურცული ადგილები, რომელსაც რეზინის ტყვია პირდაპირ მოხვედრით ტოვებს. და ვინც ფეხზე იდგა და დაკავებული ყავდათ გზაში ცემით, ესე იგი კინო რუსთაველიდან, რასაც მე უყურე თავისუფლების მოედანზე ცემატყეპით ჩაყავდათ და მე შევეცადე რომ პოლიციელებთან ერთად მემოძრავა, ასე ვთქვათ, ესე ავიჩი იმ პერიოდში ტაქტიკა გადაღების. და ამ ტაქტიკამ გაამართლა ესეთი მომენტი იყო და როდ ჩავედი უკვე მოსავლე ახალგაზრდობის სასახლეს რო ჩავწდი თავისუფლების მოედნისკენ ფეხი გამიცურდა უკვე წვიმას აი გადავლილი ქონდა შენელებული იყო თვითონ დარბევის მომენტში იყო საშინელი თავსხმა წვიმა და ისეთი წვიმა იყო რომ ტექნიკამ ვერ გაუძლო ჩემი კოლეგების რატომღაც ესე მოხდა და მე მქონდა კადრები და ხო რო ჩავედი უცებ ფეხი გამიცურდა ნუ დავიხედე ლამპიონები აქ-აიქ ანათებდა სისხლი იყო ძალიან დიდი ოდენობის აი კუთხეში ზუსტი ადგილი არის მოსავლე ახალგაზრდობის სასახლიდან სანამ იქ სახაჭაპურებამდე და აი დასაჯდომი მოსაცდელი ადგილებია ეხლა აი იქ პატარა დაგმართივით არის და ქალფენილზე სულ სისხლი იყო მე ცოტა იქით გავიხედე და დავინახე წვერებიანი მამაკაცი ხმას ვერ იღებდა ხელბორტილები ქონდა უკან ხელბორტილი პლასმასის იმითი კუტებით ქონდა შეკრული ხელები ზურგზე დამაგრებული. აი ღმულიც არ შეეძლო, ღმუოდა და ერთი სისხლიანი სახით და ეს ისეთი შემზარავი იყო ეს მომენტი, რომ აპარატი არც ამომიღია, რაც მეთქი რაც იქნება, აი ჩამოკიდებული აპარატით სამი კადრი მაქვს მოსწრებული და გავიარე ეს ვითომ იმიტომ რომ იქ კადრში და ჩანს სპეცრაზმელმა შემომხედა რომ ვიღებდი თუ არა და ვითომ არ გავიარე ჩვეულებრივად იქითკენ კიდე აი ეს ძირს ეყარნენ საკუთარ სისხლში ჩაგდებულები რა აი შემზარავი ის იყო სანახაობა და ჩავედ გავგზელე გზა ეს თან გადავიღე ეს ყველაფერი და ალბათ მე იმიტომ არ შემეხნენ არ ვიცი იქ ცნობით გამორიცხული იყო არც არავის არ უცნივარ სიტყვაზე აი კი იყო მაგის მერე კითხვები რომ მე მიცნობდნენ იმიტომ ხელი არ მახლეს და იმიტომ გადავიღე ეს ყველაფერი ესეთი რაღაცა არ ყოფილა იმიტომ რომ ფიზიკურად იქ ცნობა და რაღაცა თქვი რომ ცუდი ამინდი იყო ისე ვიყავი შეფუთული და ამ წვიმისგან დაცული რომ გამორიცხული ესეთი რაღაცა ვიღაცა მაინც გამომეცნაურებოდა შენ აქ რა გინდა ელემენტარულად თუ ვიცნოდა არც მე არ ვიცნია ვიღაცა იმიტომ რომ ყველა იყო იმითი ნიღბებით ჩავედი ამ გადაღების შემდეგ ჩავედი თავისუფლების მოედანზე იმიტომ რომ რა ხდებოდა მაინტერესებდა და იქ ვნახე ეს ავტობუსების სცენა, ასე ვთქვათ, როგორ ყრიდნენ და ავსებდნენ ავტობუსებს ხალხით, თქვი რომ ავსებდნენ და ეს იყო პირდაპირ მნიშვნელობით არ სვავდნენ, ანუ ყრიდნენ, აი პირდაპირ რამდენიც დაეტეოდა გაივსო წავიდა სამი ყავდათ ნუ ალბათ მე ანაწილებდნენ მაგი არ ვიცი და იქ ავტობუსები მე არ გადამიღია და რატომ აი ეს შეყრის მომენტი მე ხვდებოდი რომ მქონდა უკვე მასალა უფრო გაცილებით მეტი ვიდრე ავტობუსებში ხალხის შეყვანა შეყრა
ნახე სიტუაცია და წამოვედი და ამ დროს მესმის ირაკლი მიშველე. მეთქი ვინ მიცნო და ნახე გიამახსენა გიორგი მამაცაშვილი. დავაკვირდი ის არის ხმით ვიცანი. ახლოს რო უკვე ცოტა მეთქი და ამესო დამიძახა იცნობო ისა მეთქი ჟურნალისტია მეთქი ვისაც მოყავდა რა და სახე ისე ქონდა დასიებული რომ აი არ ვიცი ისეთ მდგომარეობაში რავი შვიათად თუ ვიღაც კადრებში თუ მყავს ნანახი და ისაო იცნობო შენო ვინახარო და ვისაც ყავდა რა დაკავებული და მეთქი ხელმძღვანელს დაუძახეთ ვინც არის თქვენი უფროსი იმიტომ რომ ვისაც დაკავებული ყავდა ის არის გადამწყვეტავი არის იმას უთხრეს ჩააბარეს და ისა და ამბობს რომ ჟურნალისტები კი მე ვთხარი ვიცი რომ ჟურნალისტია და შენო ვინახარო და ნუ მეთქი ესე საბუთი იმას ვაჩვენე მარტო უკვე ჩამთავრებული იყო ყველაფერი თუ მენდობით ვარ და უფროს დაუძახე მეთქი და პასუხისგებლობით ის გეუბნებით რომ ვიცი მოქმედი ჟურნალისტი. აზრი არ გაგიწყდეთ საბუთი რა აჩვენეთ როიტერის თუ სააკაშვილის ფოტოგრაფია? როიტერის საბუთი არ ქონია მაშინ ტრიგერ ფოტოგრაფებს არა. მუშაობდით? მუშაობდი ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დავაზუსტებ, დიახ. და ისა მოვიდა ვიღაც ძალიან ზომებში მაღალი პიროვნება, იმან დაუძახა ვისაც დაკავებული ყავდა და ეს გიორგი არ აიყვანეს მანამდე კიდე კარგი დამიჯერა იმან და დამელაპარაკა და მეთქი ესე ვაჩვენე მეთქი მე საბუთს სადაც მუშაობდა თუ მენდობით მეთქი ნამდვილად ჟურნალისტია პირადობაო არა გაქვს და ეს იცახის რომ მომაგლიჯესო ანუ ჩამოგლიჯეს ის ბეიჯი ვაჩვენებდიო და წამართვესო აპარატიც და მე კარგიო ეხლა ესო როგორ იმას ვქნათო შეკრულიაქო ხელებიო და არაფერი არა გაქო დანავდა მეთქი დანა რა თქინდა აქციაზე ვარ დანას არ ვატარე და ის ქონდა ჩხილების საკვნეტელა და ის პლასმასი ძლივობით იმისვე თვალწინ ახლა მე ხო აწავი ყვანდი შეკრულ ადამიანს გამორიცხული იყო და იმის თვალწინ და მოდიო ესეო გაარიდეო და რა ქვია საგარეო საქმეთა სამინისტრო რო იყო იმ ქუჩისკენ თვითონ გვითხრეს რომ იქო მიაცილეო და მე გაუშვით აი ეს იყო ეს მომენტი სადაც მე ჩემი კოლეგის ასე ვთქვათ დახმარება მოვახერხე შემდეგ ავედი უკვე დავბრუნდი რუსთაველის პარლამენტის მიმართულებით ისე და დავინახე უკვე ეს დასისხლიანებული აი ეგ პრესის ისა ის არის ჯიხური გადის იქ ბიჭი მოყავთ დასისხლიანებული ის კადრები მოკლედ სისხლიანი კადრები კიდე მოყვანა წამოყვანა ეს იმიტომ რომ უამრავი იყო იქ სადაც არ უნდა გაგეხედა აი ყველგან ნაცემი დალეწილი ხალხი იყო და მე უთხარი ჩემ თავს რომ всё მორჩა გეყოფა და მოდი წადი და ამ დროს მირეკავს როიტერის შტატიანი ფოტოგრაფი დათო და მეუბნება რომ რამე დამატებით კამერა გამიხუშდა და იქნებ დაგვეხმარო თუ რამე კადრები მოახერხე და გადაარჩინე და კი მე უთხარი ამოვალ ოფისი იქვე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირ იქვე ავირბინეთ გადავარჩიეთ ფოტოები და აი ეს ფოტოები რაც ახლა თქვენთან ეკრანზე გადის არის ასე ვთქვათ როიტერის გავრცელებული და სოფლიოში ანუ დაბეჭდილი ონლაინ ბეჭდურ მედიაში და ონლაინ მედიაში და მინდა ვახსენო აი ეს კაცი წვერებიანი ძის დაგდებული სიცხიო ცურავს და კადრში იყურება ეგ კადრი მოხვდა 2011 წლის სოფლიო საუკეთესო 100 კადრს შორის იმდენად რეზონანსული იყო და თითქმის ყველა მედიამ დაბეჭდა მე მინდა აი დაბეჭდაზე გამახსენდა აი ეს ყველაფერი ჩემი გადაღებული რაც როიტერმა გაავრცელა ოღონდ დავუმატებ ცოტა გადაუხვევ საკითხს ეს ფოტოები გავრცელდა სტრინგერის მინაწერით წესია რომ საავტორო უფლებები მიეწეროს ვისი ფოტოა ირაკლი გედეინძის მაგრამ
წესების მიხედვით, როდესაც ესეთ სარისკო ადგილას და ალბათ ცენტრალურმა ოფისმა მიიჩნია, რომ ძალიან სარისკო იყო იმ წუთას მუშაობა და არათუ იმ წუთას მომავალი შემდგომი პერიოდი გაუშვეს როგორც ლინგეთ ფოტოგრაფის ჩემივე უსაფრთხოების მიზნით. და ხო, ეს და ქართულმა გავიგე, გაუშვეს გვარის და სახელის გარეშე, ისევ ჩემი უსაფრთხოების. თქვენთან შეთანხმებით თუ თავისით გადაწყვეტეთ? თავისით გადაწყვეტეთ. ეს ჩემთან შეთანხმებით. ეს ღამევე გავრცელდა ბატონო ირაკლი? რა თქმა უნდა. კი ბატონო. აი, ავიტანეთ და იმ წუთასვე მასალა გადაირჩა. და ეს წვერებიანი მამაკაცის ვინაობა ხო არ დაგიდგენთ? აი, ამდენი წელია მინდა ვიპოვო, გავიკითხე, ფოტოები გავრცელებულია, ცნობადი სახეა, მთელ მსოფლიოშია, საქართველოშიდაც ტელევიზიით ტრიალებს ეს კადრები, ვინ არის, ვერ გავიგეთ. კარგი იქნება თუ გამოგვეხმაურება, თუ გვიყურებს, იმიტომ რომ საინტერესო იქნებოდა მისი მოსმენა, რა თქმა უნდა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ცოცხალი და ჯანმრთელია. გისმენთ? და რაც შეეხება ქართულ მედიას, აი ეს როიტერის ფოტოები დაბეჭდა ჟურნალმა ტაბულამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ნახე რომ თელ აჭრელებული იყო, ასე ვთქვათ, ჟურნალი ტაბულა. მაშინ ვინ იყო რედაქტორი, არ ვიცი, ალბათ. ტაბულა სახელისუფლებო გამოცემა იყო მაშინ. დიახ. და ქალბატონი თამარ ჩერკოლეიშვილი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი. კი. და ესე რომ ფოტო როიტერის. რა თქმა უნდა, სახელი და გვარი არ ეწერებოდა იქ როიტერის ფოტოს. თქვენ ამას ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ტაბულაში ნახეთ და რისი თქმა გსურთ, რომ განზრახ გააკეთა ტაბულამ ეს თუ? არ ვიცი. დრო წესით მაშინდელ ტაბულას ეს არ უნდა გაეკეთებინა. რომ ის სააკაშვილის პიარს ემსახურებოდა. მარტო გაკვირვება გამოვნახე ჩემ თავთან. რომ როგორ მოხდა, მაგრამ დაბეჭდა. ანუ ჩემი კი მაინტერესებდა რა თქმა უნდა, მაგრამ არ მიკითხავს. თქვენ არ შეიმჩნიეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომ ეს თქვენი ფოტო არის ტაბულაზე გამოქვეყნებული? იმიტომ რომ მე არც თუ მაშინა, არც თუ ეხლა დღეს, იმიტომ რომ მას მერე ბევრი ფოტო ყოველ წელს გადის ერთი, ან წელს იყო შემთხვევა, რომ ორი ფოტო მოხდა მსოფლიო საუკეთესო 100 კადრს შორის. არ ვაფიშირებ ამას, იმიტომ რომ და ამას გეკითხებით სწორედ თქვენ მაშინ, ვისაც არ ახსოვს, გავიხსენოთ, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ვალდებულება იყო თუ როგორ იყო მას წარმოვიდგენა შეიძლება, ტაბულა ვრცელდებოდა, მხოლოდ ტაბულა იყო, ასე ვთქვათ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში, როგორც ჟურნალი. და ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ეს ტაბულა იყო მიმოქცევაში აქტიურად. ის სახელისუფლებო პიარს ემსახურებოდა როგორც ჟურნალი, ტაბულა და იმავდროულად ჰქონდა, ასე ვთქვათ, ამბიცია თუ პრეტენზია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, გარკვეულ რაღაცას სტილზე. შესაბამისად, უცნაურია, რომ ეს ფოტო იქ მოხვდა, კითხვა ისმის როგორ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფოტო მოხვდა და თქვენ მოკრძალების გამო არ თქვით სამსახურში, რომ ეს ჩემი ფოტო აქ სად მოხვედრილაო თუ უკვე შიშს გრძნობდით და ამიტომ. შიშს უბრალოდ ალბათ არა, უბრალოდ აფიშირება არ მიყვარს, რომ აი ეს რეფლექსი არ ქონდათ პირველი, რომ გეთქვათ, რომ ის რამ კი ბატონო. ეს რომელი პერიოდია? მომდევნო კვირა ალბათ, ხო? 26 მაისი იყო მეორე დღე, პრინციპში დარბევა უკვე 26-ში იყო. ის 26 მაისის კვირა, 2-3 დღის მე კვირაში გამოვიდა ჟურნალი და იქ ნახეთ ეს ფოტო. კი ბატონო. მოყვა ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაიმე უკმაყოფილება? არანაირი. არანაირი. შეიძლება აი დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება იმიტომაც არ მოყვა იქ, რომ ეს ყველას ანახეს, რომ აი ესე დაიჭებიან, იმიტომ მთელ აი შლაზე იყო ფოტოები გაშვებული.
თელგვერდზე და ესე იგი ამას უკავშირებთ თქვენ რომ საჩვენებელი ფუნქცია მისცეს დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ უფრო ეს იყო ვინ იყო თქვენი ხელმძღვანელი მაგ პერიოდში იყო ირმა ნადირაშვილი იყო დეპუტატის თქვენი ხელმძღვანელი პრეზიდენტის პრესამსახურის არა ხო ესე ჩემ ანუ ირმასთან მქონდა ის იყო თქვენი ხელმძღვანელი კი ბატონო შემდეგ და ნათია ბანძელაძე იყო მაგრამ ნუ ირმასთან მქონდა უფრო ის ასე ვთქვათ იმ პერიოდში ხო თორე ირმა იყო კი შემდეგ გავიდა თვეები მე ჩვეულებრივად ვაგრძელებდი მუშაობას არაფერი ანუ ჩემს საქმეს სამსახურში ირაკლი სანამ თვეები გავიდოდა მეორე დილით ის პრეზიდენტი რომლის სამსახურშიც თქვენ იყავით როგორც ფოტოგრაფი გამოცხადდა უკვე გადარეცხილ გამზილზე სადაც წინაღამით თქვენ ფოტოები გადაიღეთ და ორდენები ჩამოურიგა არაერთ ადამიანს რომლებმაც წარბ შეუხრელად ეს ორდენები მიიღეს რა თქმა უნდა მათი ეს ქცევაც მოხდება ჩვენს დასკვნაში მაგრამ პრეზიდენტს რომ დაუბრუნდეთ თქვენ მას არ ახლდით დილით რუსთაველის გამზირზე კი ვიყავ აი ეს მომენტი რო გაიხსენოთ რა ხდებოდა იქ თვითონ როგორ ხასიათზე იყო ატმოსფერო რომ გაგვიზიაროთ რა ხდებოდა იყო ვინმე შეწუხებული თუნდაც თქვენი ხელმძღვანელი ქალბატონი ირმა ბატონი პრეზიდენტი მაგრამ ჩვეულებრივი დღე იყო ასე ვთქვათ 26 მაისს აღნიშნავდნენ თქვენც არაფერი არ გითქვამთ რომ იქ იყავით ღამე უთხარით ვინმე სამსახურში კი ეს უთხარი კი რა თქმა უნდა ირმას უთხარით ქალბატონს ირმას თუ ეხლა ზუსტად არ მახსოვს ვერ დავაბრალებ რომ არ დაგიმალავთ ყოველ შემთხვევაში არა სამსახურში იქ ვიყავი მეთქი რა არ გითხრეს იქ რა გინდოდა რა საკეთებდი არა ვიღებდი მეთქი რა ეგ იყო სამსახურში იცოდნენ რომ იქ ვიყავი კი გასაგებია შემდეგ რა თქმა უნდა მაგი არ მალავ ხოლმე ეს ეხლა ეს რაღაცებს შემდეგ ნუ 26 მაისი ჩვეულებრივად რა ზარზე იმით აღინიშნა და იქიდანვე გადავფრინდით ბათუმში იქაც ნუ რაღაც ორგანიზება იყო რაღაც ორგანიზება იყო მე შემდეგ ჩვეულებრივად სამსახური ისევ ვიზიტები და აი დაუბრუნდები უკვე იმ მომენტს 7 ივლისი ხო სწორად მახსოვს 7 ივლისი ის ინტერვიუ გადავიღე რაღაც შეხვედრა იყო და გვიან წამოვედი სამსახურიდან დაუბრუნდი ბავშვები ნახეთ მეუღლე შევხვდი და წავედით სახლში ბავშვები მცირეწლოვანები იყვნენ და რატომღაც იმ ღამეს რატომღაც არა მეორე დილით ვიყავით მეც და ნათიაც მივლინებაში წასასვლელი ანუ ადრიანად უნდა გავსულიყავით და ბავშვები დავტოვეთ დედაჩემთან წავედით სახლში და გვიან იყო დაახლოებით 2:30 ალბათ შუაღამის გადაცილებული იყო რომ უკვე იმაზე კარებზე რკინის კარებზე ატყდა ბრახაბრუხი და ჩოჩქოლი იყო გარეთ და ჩაწოლილები ვიყავით უცებ შემოვიცით გავედი ვიკითხე მეთქი რა ხდება ვინ ახარ და მეზობლის ბინა გატყდაო გატეხესო და თქვენი დახმარება გჭირდებაო მეთქი ვისი ბინა და ვინ ახართ მეთქი და პოლიციიდან მართო და მოიცა ერთი წავი მეთქი და ნუ მაისური გადავიცვი გაგიღებთ მეთქი ეხლავე კარებს აი გადავწიე თუ არა აი სახელური და ეგრევე მოაწმენ და შემოვარდნენ იქნებოდნენ დაახლოებით 10 კაცამდე ერთი იყო ვიდეო კამერით პატარა კამერა ეკავა და ხელები ამომიგრიხეს მეთქი
ვინახართ პოლიციელები ხართ ვინა ვერაფერი ვერ იმას ვქენი დავიბენი ძალიან და შოქში ჩავარდი და კონდაზვერვიდან ვართო და თქვენო დაკავებული ხართო ჯაშუშობისთვისო ეს სიტყვა მაშინ მახსოვს ახსენეს პირველად ეს იმდენად ვერ დავიჯერე რომ კამერა დავინახე თან და აი მეთქი ახლა ეგეც არ შეიძლება ფარული კამერაა მეთქი ფარული კამერაო თქარაო კომპიუტერი და ის დისკები და ის ყველაფერი სადაგა და გაიშალნენ იმეებში ანუ ოთახებში სადაგა კომპიუტერი მეთქი აგერ არის საძინებელში გვედგა კარგი იმას ვინჩესტერები ცალკე თუ გაქვს იარაღი აი მეთქი ეხლა ყველაფერს მოხედავთ არაფერს არ ვაკეთებ მაგრამ გეუბნებით კაი დავიჯერე რომ ფარული კამერა არ არის და ძალიან ისე არიან რა აგრესიულ დავიჯერე რომ პოლიციელები არიან როგორც მე გაირკვა ისა კონდაზვერვა ვაჩვენე კომპიუტერი იქ დისკების ჩემი არქივის ის მქონდა თარო სადაც ეს CD დისკები DVD დისკები იყო მოკლედ ესენი ერთ დიდ ცელოფანში პირდაპირ გადმოაპირქვა ეს და პირდაპირ ჩაიყარა დღესაც ისია ის არქივი როგორც გაუმატანეს ისევეა დალაგებული მის ნერვი ეხლაც ისე აი მიკარება არ მინდა რა და ეს ვინჩესტერები რაც იყო hard diskები ასე ვთქვათ ყველაფერი ეხლა იარაღი მოგვეცი მეთქი იარაღი არა მაქვს ერთი გაფორმებული სანადირო თოფი მაქვს და იმასაც გამოგიტანთ მე უთხარი ეს და ისე მოხდა ეს თოფი რო გამოუტანე დაუდე მეთქი ეს არის შალითაში შეფუთული ისე და აღმოჩნდა ის რომ საბუთს ვერ პოულობ არ ვიცი სად არის რომ ეს ჩემია გაფორმებული მე რო გამოგვიშვეს და არ მატანდნენ ამ გამოშვების მერე ამ თოფს წავედი საპატრულოში და თავიდან ავიღე აღვადგინე საბუთი და მივიტანე არქივიდან რომ ეს არ მატანდნენ არ უნდათ გამოტანება იარაღის ну დილამდე მიდიოდა ამ დისკების გადათვლა თან ფრაზები ქონდათ აი სამშობლოს რო უღალატე და ვისთან გაქვს კონტაქტი და მეთქი რა სამშობლოს უღალატე ხალხო მე ვიფიქრე რომ ეს იყო გამოცდა ჩემი პიროვნების იმიტომ რომ რა კი ქვეყნის პირთან მუშაობდი ეს იყო ჩემი გამოცდა რამდენად გაუძლებდი მსგავს სიტუაციაში მოხვედრას თუ რაღაც საფრთხე იქნებოდა სამწუხაროდ ჩემი ეს ვარაუდი არ გამართლა. ნუ დილამდე გაგზელდა ეს აღწერა ყველაფერი. გაირკვა რომ მეუღლესაც აკავებდნენ. ყავდა პატარა ძაღლი რომელიც უცხო ადამიანზე იყეფებოდა, აი ანგრევდა ყველაფერს და ჩაგვაკეტინეს სააბაზანოში, რომ ანუ ხელს უშლიდა რა და იქ სიტუაციას საკვენად იწევდა მოკლედ ამ აგრესიულ ხალხზე. და უკვე გარიჟრაჟი იყო, გაგვიყვანეს, ნუ ნათიასაც აკავებდნენ ორივეს და გამოგვიყვანეს ეს პარკები რაღაცა და კითხვა ქონდათ ავტოფარეხი თუ გაქვს. მეთქი რა თქმა უნდა მაქვს და აგერ არის ჩაგიყვანთ. სახლი დალუქეს, ჩავედით. ანუ გაყვანამდე ჩავიყვანე ავტოფარეხში და ვაუ, შენო ვინ ყოფილხარო, კაცო, ორი ჯიპი ყავსო გარაჟშიო და გამეცინა. მე მაყურებელს და თქვენს ალბათ დაგაინტერესებთ რა მანქანებზე იყო ლაპარაკი. ერთი იყო ოფროუდით ვიყავი მაშინ დაინტერესებული 89 წელში გამოშვებული Suzuki Samurai. ჟანგიანი. კარები რო თავის ან ბოლოს $500 გაიყიდა მოკლედ ეს ჯართის გროვა. მაგრამ ჯიპი იყო.
და ერთი ავტოგანვალება ქონდა, ნახევარიც არ ქონდა გადახდილი, ასევე ძველი RAV4, მაგრამ ჯიპებში გადიოდა, ანუ ფაქტიურად ცეცხლით ნაყიდი, ჯერ არ ნაყიდი მანქანა იყო. დალუქეს ყველაფერი, ბინას დალუქეს და უკვე ნათდება ესეთი დილის საათებია. და ხელებზე მაქვს ბორკილები უკვე დადებული და მწვენია ეხლა. იმიტომ რომ გარეთ უკვე ნათელია. არავინ მანამდე მითხრეს რომ მოწმე და ხვდები რომ ძალიან ცუდად არის საქმე სახლში. ეს მომენტი გამოჩნდა, თხოვეს რომ მეზობელიო გააღვიძეო. ეს უკვე არის 4 საათი დილის. მეზობელი გააღვიძეო რომ ხელი მოგვიწეროს რომ მოწმის ამბავშიო. არა მე უთხარი აზრი არ აქვს არაფერს, რა ის მეზობელი არ მინდა მეთქი არაფერი მოწმე, რაც გინდათ ის გეიმთ მეთქი. აი პირდაპირ ამ სიტყვებით უთხარი. იმიტომ იმას მივხვდი რომ რა კი ესეთ ღალატს მე ხო ვიცი რომ არაფერ შუაში არა ვარ და არაფერი არ დამიშავებია და იმ მეზობელს მე ვაი და ანუ საერთოდ გარეშე პირს წირავდი, თორე გულშემატკივარი წავდა, მეზობელი წავდა და უარი ვთქვი ამ ამბავზე. და მწვენი ეხლა ამას და ის მაისური გადავიფარე და ვითომ და კარები გამიღეს და უნდა დავждეთ და ხედავ რომ იარაღი აგდია სადაც უნდა დამსვან. და ესე გადავიწე, მეთქი იარაღია მეთქი მეორე მხრიდან ხომ მოუარა მეორე უფორმო პოლიციელები იყვნენ, რა დავარქვა, არ ვიცი, კონდარბეძის ვერვის თანამშრომელი. და იარაღი და რამე ხო არ ჩაიფიქრე შენი დედაო და აი ესე რომ გამცხო უკვე მანქანაშივე პირდაპირ და მეთქი რას მირტყავი თქვენი იარაღია ჩემი ხო არ არის ანუ არ ვიცი ახლა იქ დავაჯექი ფაქტიურად იმას პისტოლეტს და ნუ იმას აიღე ხო კაი ეს აღარ გვინდაო და წინას ესე წინ ძღოლის გვერდზე მიწიშ და იმას ქნა მიაწოდა რამე აზრმა ხო არ გაგიფიქრაო და წავედით ნუცუბიძით ესე ავიდნენ და ვფიქრობ ახლა თვალები მაქვს აი ეს დასიებული გუნდოვნად ხედავ აი ამ გაისა გარტყმის მერე და აუხვიეს ჯიქიაზე მივიდნენ მიადგნენ იმას სასაფლაოს და სასაფლაოზე არის ორი შესასვლელი ანუ რო ადიხართ ერთი ადის პირდაპირ იქ ახლა შესვლა არ შეიძლება და მეორე გადის მარცხენა მხრიდან წრეზე მიდის ზევი და მაშინ არ იყო ჯიქიას სასაფლაო ამ ხელა როგორც ახლა დასაწყისშივე მარცხენა მხარეს იქ არის ჰერმესის ბიურო, ასე ვთქვათ, ოფისი. იმ ოფისს რო გავსდით სადღაც ერთი ალბათ 200 მეტრით, იქ იყო ახალ გათხრილი საფლავი. გვერდზე საფლავი, ანუ იქიდან იწყებოდა უკვე ახალი საფლავები. და ეს კლდოვანი ნიადაგია ჯიქიას სასაფლაოზე. და აი ეს ხორღი, ხრეში, აი რო ბასრავს ისეთ იმაზე დამაგდეს იმსა და ამოვიხედე. ბორკილები მაქვს ისევ დადებული და ესე რომ გადმომიყვანეს მანქანა ეგრევე გადმომაგდეს პირდაპირ და ისა მუხლებზე ვაგდივარ ესე და ავხედე და უკვე ყველას ნიღაბი უკეთია. შავი ნიღბები. და დაიწყეს ცემა რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყავენ აი ყველა მხრიდან და აი ეს თავი მაქვს ჩაღუნული ვეც კეფაზე ვიფარებ ხელებს იმიტომ რომ და ვიცავ იდაყვებით რომ აი გვერდზე რაღაც სასიცოცხლო ორგანოები იმას ვქნა დავიცვა ამ დარტყმებისაგან და მერე გადავარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლებში, აი მუხლის ქვევით ისინი ფეხით დარტყმა და ვიღაცა მერე უკიდან მომიპარა, კეფაში ჩამატყა. ბატონო? არა, აი ეს გაშლილი ხელი მიტყავდნენ იმაში, რა ქვია, კეფაში. და ვამბობ რომ არაფერს, ანუ არ ვიცი არაფერი, რა გინდათ მითხარით და თუ მითხარით და გეტყვით რა იმაშვებით და
უცე აი ამას ვინც ამას მეუბნება რომ ყველაფერი უნდა თქვა რომ ვისთანა გაკავშირიო და რა მასალებს აძლევდით და აი ესეთი ტექსტები მოდის და რო ავხედი ამას და ამან ამოიღო იარაღი მაკაროვი იყო ფორმით გავდა ვერ თვალებში ის ქონდა რა უკვე ბუნდოვნად ხედავ და გადატენა და ეგრევე დამადო რომ რასაკეთებ არ გაგივარდეს რასაკეთებ მეთქი რომ სადაც მუშაობდი ხო მუშაობ ხო იცი მეთქი და აღარ მუშაობ უპეო და კიდე ეს აი ეს იარაღი ხო ეკავა და აი ეს გამარტყა კიდე აი ეს აქეთ მხარეზე ანუ ჩემგან მარცხენა მხარეს ტუჩებში გამარტყა ეს იარაღიანი ხელი ოღონდ ხელი მომხვდა იარაღი არა და კაი წამოდითო ეხლა იქ მივიყვანოთო და აი ესე ამწიეს ჩამდეს რასაც ქვია მანქანაში და წამიყვანეს მოდულში იქ გაჩერდნენ გარეთ ვაჟა-ფშაველას მხრიდან ცენტრალურ შესასვლელთან და ელოდებოდნენ რაციით რაღაც დასტურს და მე გადმოსცეს რომ შეყვანილები არიანო და ეგეც შემოიყვანეთო ხო და საფში სანამ ეს ამბები მოხდებოდა ანუ პროცედურა რომ მიდიოდა აღწერის და ასე ვთქვათ დათვალიერების ჩხრეკის უხოსორად რაციით იყო ერთხელ გადაძახილი რომ ერთი თქვენს გიას მისამართი მეორე თქვენს ვარკეთილი და მესამე კიდე რაღაც იქ ვაზისუბა თუ არ მახსოვს მესამე იმიტომ რომ კარგად ვერ გავიგე რა ანუ სამი მისამართი თქვენს და ხო ყველაფერი კარგად არის წესრიგშია ну შემიყვანეს მოდულში ამიყვანეს მეოთხე სართულზე ბოლო სართული იყო იმიტომ რომ კიბეები დამთავრდა მეოთხე იყო მე მგონი და შემიყვანეს ოთახში ჩვეულებრივი კაბინეტი ну ჩვეულებრივი ოთახი სამუშაო ოთახი და იქ იყო უკვე იგივე კითხვები რომ მე ვისთან მქონდა კავშირი ამ დაანჩენილ ფოტოგრაფებს არავინ არ ახსენებს მე არ ვიცი ვინ არის კიდე დაკავებული მე ვიცი რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკავებული და ნათია იქ არ მინახავს ანუ სახლიდან გასვლის მერე მოდულშიდაც ვიღაც ჩემთვის აი დღესაც უცნობი პიროვნება გამოძიებამაც ნუ ვერ დაადგინა აი ესეთი ბუდიდან თვალის ბუდიდან გამოსული თვალები ქონდა აი ის იყო ძალიან აგრესიული აი ცემა თავის არეში მიტყავდა მუშტებს რომ აღიარე და არ ვიცი რა უნდა ვაღიარო მითხარით რა ანუ რაში ვარ მეჭმიტანილი ერთი და იგივე მეორდებოდა ცემატყეპის ფონზე და ის და მოდიო იმას ქნათო დავტესტოთო და რა უნდა მეთქი რა უნდა დატესტონ და არა ესო მაგასო უძლებსო და მეთქი რას უნდა გაუძლო გამძლე არისო ესო და მე ვიღაცამ თქვა ხო დენსო ესო უძლებსო და გამახსენდა 92 წელი სამოქალაქო ომი და მაშინ ამ საქმეს არ ეხება მაგრამ უნდა რა ვიცი მოკლედ ერთ სიტყვით გავეხსენებ მაშინ 3 დღის მანძილზე მე ელექტროშოკით მაწამებდნენ ჩამოკიდებულს და კარცერში ასე ვთქვათ ვირთხა მყავდა კიდე 3 დღის მანძილზე სანამ მიპოვეს იმის გულის ისევ ჩემი პროფესიის გულისთვის რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება გადავიღე და იქ სამეგრელოში ყოფნა გადავიღე აი ამისთვის დამიჭირეს პირველად და ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ცოტა მიცოდა ეს ისტორია და ეს მათ იცოდნენ რომ ელექტროშოკი კი თითი რომ უმაჭრა იმას ვერ გავიგებ დღეს ხელებს ვერცად ხელს გავყავარ ბოდიში გადახვევისთვის
გავყავარ ოთახიდან და დერეფანში, ანუ ზურგზე მაქვს ხელები დაწყობილი, დერეფანში მივდივარ და აი ცემატკებას კიდე გაუძელი, აი ვერ გაუძელი ჩემ გამოფენას, ქალბატონო მთია. კედლებზე ორივე მხარეზე ჩემი გადაღებული ფოტოები იყო. ჯარი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ჩემ გალერეაში გამატარეს ფაქტიურად და უცებ მესმის უკან დაიჩოქე ბიჭო. და მეთქი რაღა მეთქი, დავიჩოქე. ეხლა კეფაზე დაიწყე ხელები და როგორც ესე დრო ხრიტავენ ვიდეო კადრები მაქვს ნანახი. რო ხრიტავენ, აი ესეთ პოზაში დამაყენეს, პაუზა ქონდა დაახლოებით 10 წამიანი და всё დავაი წადი, აი ამ სიტყვებით და ძლივ-ძლივობით ჩავედი გიბეებზე პირველი სართულიც არ იყო იმის ქვევით კიდე სარდაფში. სადაც იყო თეთრი ოთახი, თეთრხალათიანი ექიმი იყო, რომელმაც დაიწყო ჩემი შემოწმება. ნახა ეს ნაკაწრები და რა მოგივიდაო, ახალი ნაკაწრები იყო ხლა რამოდენიმე საათის ეს სასაფლაოზე დატოვებული კვალი. ესო რა არისო და ჩამეცინა, აი ვერ ვლაპარაკობ, ტუჩები მაქვს დასიებული ამ გარწმისაგან და ძლივ-ძლივობით უთხარი რომ აგერ კიბეზე დავგორდი მეთქი რა და ჩაეცინა და რა ვქნა, მაშინ მიზეს არ დავწერო და რო არ დავწეროцо, თუ არ შეიძლებაო იმას გადახედა, აქვსო დაზიანებებიო და დაწერა რომ გატყა ესკორიაცები, ხო? სამედიცინო ენით როგორ არის, ხო? ნუ რა მნიშვნელობა აქვს? დაზიანება დამიწერა, ნაკაწრები ფეხებს. აი ეს ნაწყამები და ღორღზე ნახოხიალები რო ვიყავ. ამის შემდეგ შემიყვანეს ერთ მარტო ვიყავი კამერაში. რკინის იყო, ანუ სქელი კარები, ანუ კარცერი, რასაც ქვია, საშინელი სიტუაციით. მთელი ღამის ჯერ ხო ნერვიულობ. კარი, ანუ ბავშვები ისე არიან მიტოვებულები, მეუღლე დაკავებულია. აი ის ზაღლი ხო ჩაკეტეს სახში და დალუქეს. კიდე კაი ცოტა საჭმელი დაუყარეთ, მაგრამ არ ვიცი როდის ვინმე მიხედავს საერთოდ ბავშვებს ვინმე მიხედავს, არავინ არ იცის, ამის მიტანი არ არის დატოვებული. აი მე ხო არ ვიცი გარეთ ის დაანჩენები ვინ არიან დაკავებულები, ვინმე არის საერთოდ, ვინც მომიკითხავს, არ ვიცი. ხვდები რომ სამსახური არ მომიკითხავს აშკარად. და მთელი ღამე ნუ ამძინავს ამაზე, რას დავიძინებდი, იყო მუდმივი გუგუნის ხმა. გუგუნის ხმა იყო, რას მივამსგავსო. გამწოვი რომ წარმოიდგინეთ, გამწოვი არის სადღაცა დაყენებული და რკინის ეს საერი რაშიდაც გადის ვენტილაციის, აი ეს ძრავის ხმა რო გუგუნებს აი აქ პადვალში, სადღაც სარდაფში. მთელი ღამე აი ეს გუგუნი გამაგიჟა, ეს არ ვიცი ხლა ვისთვის წამება, ვისთვის ჩვეულებრივი მოვლენა შეიძლება. თან კიდევ ნერვიულობა. ამას ემატება რომ მთელი ღამის განმავლობაში ვიღაც ქალი და მე ვამსგავსებდი ნათიას ხმას. სადღაც გვერდზე, იქ დერეფანში კამერები ხო არის ჩაყოლებული. და იქ რომელიღაც კამერიდან ვიღაც ყვირის ეს რატო დამემართა, ეს რა მომივიდა, მიშველეთ კივის განწირული ხმით. ვფიქრობ ნათია არ არის ნათია, მაგრამ ვერ ვარჩევ ამ რკინის კარები, ამ კედლები, ამ გუგუნში ესე მოდის ხმები. და უცებ შემოდის დილით უკვე, შემოდის აღებენ კარებს და შემოდის ქალბატონი, მე თქვენი ადვოკატი ვარ. მეთქი მე ადვოკატი არ მყავს, არ მომითხოვია და ვინ ახარ? საიადან იყო ქალბატონი. ბოდიში სახელი გვარი არ მახსოვს. ეს იყო
ფაქტიურად ერთ დღიანი ადვოკატი. ეხლა გეტყვით რას ნიშნავს. რამეს ის რაზე ისა, ამ ქალბატონმა მითხრა, რომ ჯაშუობაში ხართ ერთმიტანილი და მაშინ გავიგე, რომ სხვებიც არიან დაკავებულები, დანარჩენები ჩემი უღლესთან ერთად. და წავიდა. მე კიდევ შემოვალ დაპირებით. მეთქი გარეთ ვიღაცას ხმა მიაწვდით, არავინ არ იცის, რომ ჩვენ აქ ავართ. კი, უკვე იციან, მოკლედ გარეთ თქვენზე ინფორმაცია არის. ისევ მეორდება ზევით აყვანა, ესე ზეწოლა, გინებით, რაღაცა და ერთ-ერთი აყვანის დროს მოკლედ მეუბნებიან, რომ შენ გინდა შენი მეუღლე რომ ბავშვებთან იყოს. და მეთქი მეუღლემ რაღა დააშავა მეთქი და მაგასო თავის დანაშაული აქვსო, შენო მაღაზეო, იმას იზო, ჩვენო ეხლა გვინდაო, რომ ყველაფერიო კარგად ჩამთავრდესო, ბავშვებიო, ხო იციო, ბიჭიო, რომელ სკოლაში სწავლობსო, დოლიძეზეო, უფროსი შვილზე მითხრეს, გოგო როგორ გაიზრდებაო, დედის გარეშეო, ესეო, რა მუხლი გაქვთო იციო, ერთიო მინიმუმ 20 წელი მოკლედ აი ესე იმაშვებიან ზეწოლა სუბუქი ნათქვამია კიდე და მეთქი რა უნდა ვაღიარო მეთქი ისე რა უნდა აღიარო აი ესო პრეზიდენტის ფოტოებსო და შეხვედრისო მასალებსო რო გადასცემდიო იმასო ჯაშშობდიო რა ამ ფოტოებსო და მეთქი ეს რას ქვია ჯაშუშობა მაგაში ხელფას მიხდიან მეთქი სახელმწიფო ხელფას მიხდის რომ ფოტო გადავიღო შეხვედრის და ის გავავრცელო პრესით არო იქო კიდე გვერდზე რაღაცები რო ხდებოდაო შენო იმასაც და არ ვიღებ მოვთხარი არც არქივი ხო წაიღეთ ნახეთ თუ არის ანუ გვერდზე გადაღებული და გახედილი კი ბატონო საქართველოს ხედები კი ვიღებდი და თუ ის არის ჯაშუშობაში კი ბატონო არა მოკლედ ხელსო მოაწერო და ამოიღეს და ერთ-ერთი ესეთ უკვე ღამდებოდა მაჩვენეს ჩემივე გადაღებული ჩემი მეუღლის ფოტოები სახლის სტუდიაში გადაღებული და ამას მოაყოლეს რომ აი ამ ფოტოებს კი იცი კარგად როგორც გავავრცელებთ და პლუს დამემუქნენ რომ გადაღებაზე რო იქნება სადღაცა ვიდეო კადრებს ვიპოვებთ იმის დამონტაჟებას არაფერი არ უნდა და წარმოიდგინე შერცხველი დედის და მამის შვილები როგორ ივლიან გარეთ საერთოდ ზღვის თუ გამოყოფენ ანუ უნდა აღიარო რომ შენი მეუღლე გაუშვათ აქედან და წამაკითხეს ძალიან ბევრჯერ ბევრი დუბლი გააკეთეს აი კარცერის უფროსის ოთახი იყო ალბათ შედარებით კეთილმოწყობილი იქვე ქვევით სარდაფში იქ ჩაწერეს ჩემი აღიარებითი ვიდეო ტექსტი ახლა რომ გკითხოთ არ მახსოვს ვიდეო არის დადებული ჩემი აღიარების გავრცელებულია და მეორე დღეს სასამართლოდან გაუშვეს მე მგონი არა იმავე ღამეს გაუშვეს იქიდანვე რა კი ეს აღიარებითი ტექსტი ჩაწერეს შემდეგ 48 საათში ჩატარდა სასამართლო და ჯერ რა მქონდა მაგრამ სასაცილო თანხა მოითხოვა გირაოდ ესეც იყო სასამართლოსთვის იმიტომ რომ ერთ-ერთი აყვანის დროს იქ მეოთხე თუ მესამე სართულზე ეს შემდეგ დაკავებული იყო ჩვენ საქმეზე ეს პიროვნება მეუბნება რომ იცი რაო მეთქი კაი ხო იცით რომ ჩემი სიტყვა ეგ იყო რომ სანამ აღიარებას გავაკეთებდი რომ სანამ ამ საქმეს მეთქი დრო მოვა და კაი ადვოკატი მეთქი კარგი ადვოკატი მეთქი
დაანგრევს ამ საქმეს მეთქი, სადღაცა მაინც რაღაცა მოხდება, გამტყუნდებით მეთქი, მე გავმართლები მეთქი და იცი რაო, შენიო, ადვოკატიც მე ვარო, აი ეს ჩამოთვალა ხელებზე. ადვოკატიც მე ვარო, პროკურორიც მე ვარო, მოსამართლეც მე ვარო. ყველაფერი მე ვარ, რასაც მე ვიტყვიო, ისე იქნება ყველაფერი. ამიტომ ჯობიაო, რომ იმაზე იფიქრო, ბავშვებზეო და მეუღლე რომ მიხედოსო და გარეთ იყოსო. აი, ცოტა წინ დავბრუნდი ახლა ერთ-ერთ აყვანაზე, ესეთი მომენტიც იყო. მოკლედ, ადვოკატმა მოითხოვა გირაო. ხო, და ადვოკატი ის ქალბატონი აღარ ყავდა უკვე სასამართლოში გადაყვანის დროს, იმიტომ რომ ესე უთხრეს, რომ მე მასთან შეხვედრა აღარ მინდოდა და ყავდა სხვა ადვოკატი. ან სად მოვითხოვე ადვოკატი არავინ არის. უბრალოდ მომიყვანეს პიროვნება. ეს იყო თუ მეშლება ყავლაშვილის ბიუროდან ადვოკატი. და მითხრეს, რომ ეს იქნება შენი ადვოკატი. და ამას უნდა დაუჯერო, სწორ გზას გაჩვენებს, სვლას არა, სწორ გზას გაჩვენებს. და ამ ადვოკატმა მოითხოვა 1000 ლარი გირაო. სახელი და გვარი ხო არ გახსოვთ, კაცო? აუ, საქმეში არის. მე მოვატიეთ რიცხვებში და სახელი და გვარებში მით უმეტეს ესეთი იმაში, რომ ჭირდება ვეძებ და ვკითხულობ, აი ახლა ამ წუთას შენ ვინც ცავა იყო გიორგი ცავა. შეიძლება ვწდები ახლა, იმიტომ რომ იქ შემდეგ მოწმეთაც იყო მოსული ჩვენი გამართლების ის რო იყო გამოძიე ცავა. ხო, ეგ იყო. შემდეგ და მოითხოვა 1000 ლარი. ну, რა თქმა უნდა, მოსამართლემ გაგვიშვა იქიდანვე გლანის ციხეში. და გლანის ციხეში ვიყავით, არ ვიცი იმ ადგილს რა ქვია, მეტი არც გადაღებაზე მანამდე არ ყოფილ ვარ, არც მის მერე. შემიძლია აღწერო ვითომ ოთახი, რომელსაც მთელ სიგრძეზე ჰქონდა რკინის ცხაური, თავისი რკინის კარებით. პირდაპირ არც ჩამოსაჯდომი არაფერი, ძირს ბეტონი იყო თუ მეტლახის იატაკი იყო იქ. პირდაპირ დაწოლილიყავი, დამждარიყავი, ვერ დავწექი, ვერც ფეხზე დგომის თავიც არ მქონდა. პირდაპირ არა და ჩემგან მარცხნივ რო ვიყურებოდი, იყო გიას ჰქონდა ხელები გამოყოფილი და იყო აქეთ მხარეს ვერ ხედავდი კამერაში, ჩემთან ვიღაცა იყო, მეკითხება რომ რაზე დაგიჭირეს. აი პასუხის გაცემის თავი არ მქონდა, თავი მისკდებოდა, ისეთ დღეში ვიყავი, იმიტომ რომ აი რო არიცი რა გელის კი არა, რატო ხარ იქ, აი ეგ რო არიცი, აი მაგან შემშალა. ესე ვიყავით რამოდენიმე საათის მანძილზე ყველა. და გადაგვიყვანეს კამერებში, ჩემი კამერა იყო ჩრდილოეთის მხარეს, ანუ შემოვლით გზას უყურებდა, აი ტრაილერებს ხედავდი ხოლმე ფანჯრიდან, იქიდან ვიცი. და ჩემთან ერთად იყო ერთი მსჯავრდებული. ახალგაზრდა ბიჭი. ну რაღაც უბუქურდობაზე თუ რაღაც წვრილმან ქურდობაზე იყო ნასამართლები, როგორც თვითონ მითხრა. რაღაც პერიოდის მერე, ალბათ ერთი დღის მერე და მითხრეს, რომ უნდა გაგიყვანოთ. ამიყვანეს ადმინისტრაციულ კორპუსში, კიბეებით, რომელი სათულ მესამე ალბათ არ ვიცი. ერთ-ერთი ხელმძღვანელის ოთახი იყო ვიზუალით, იმას ის მახსოვს, რომ ალბათ ხელმძღვანელის ოთახი იყო, მაგრამ იმის გარეშე, აღნიშნის გარეშე. და იქ დამხვდა ეს გამომძიებელი, ორნი დადიოდნენ
და მოკლედ აი ხო ხედავ მეუბნება არ ვიცი რომ ნათია გაუშვეს თუ არა ინფორმაცია არ მაქვს ჩვენ გაუშვით რადიოსაც შემოგიტანენ რომ რაღაც ინფორმაციები მოისმინო ხოლმე ანუ არაფერი საინფორმაციო წყარო იქ არ ქონდა კამერაში თავიდან და ქონდა ეგეთი ის რომ ეხლა უნდა გვითხრა მოკლედ ესე გვჭირდება რომ შენ იღებდი იმას ჯარის ხო წვნებზე და იქ დაყვებოდიო პრეზიდენტსო კი მე ვთხარი დაყვებოდი იქ რომ გამატარეთ დერეფანში იქაც იყო მეთქი ჩემი გადაღებული ფოტოები ყველა ჩემი იყო მეთქი და მქონდა ჯარი გადაღებული რა თქმა უნდა მეთქი ხო და აი ეგ ჯარის ფოტოები რომ გადაუგზავნეო მე გეტყვითო ვისაცო ვის გადაუგზავნე მითხარით მეთქი იქნება ვიცნობ მოკლედ ჯარის ღალატი უნდა და აი მაშინ უკვე აი ძალიან ცუდად გავხდი რა აი ისე ცუდად გავხდი რომ აი ეს კამერაში ვინც იყო ჩემთან ერთად საკანში ის იმ ბიჭმა დააბრახუნა რომ ძალიან ცუდად არისო და იქ ნუ გადამიყვანეს იმაში საავადმყოფო და ეგ ხო ნუ მე ხო არ ვიცი მე როგორც გავიგე გულის მიკროიშემიური ინსულტი მიიღო იმ მომენტში იმიტომ რომ მე მითხრეს წლების მერე რომ როგორ გაიყვანეს ამას ყველაფერს უყურებდნენ და როგორც აღმოჩნდა ეს იყო ამისი მიზეზი ბოდიშით კი ბატონი ირაკლის უსმენთ რომელიც საუბრობდა ხო იქ დამალევინეს მოკლედ რაღაც წამლები რენტგენის გადამიერეს იმიტომ რომ კოჭლობდი ვერ ვდგებოდი ისეთ დაზიანება მქონდა მუხზე მიღებული რომ ის იყო აი ჩამუხლა რომ უნდა ვერ ჩავიმუხლებოდი რა აი ფეხი უნდა დამეტოვებინა გაშლილ მდგომარეობაში სიარული ძალიან მითხრა რატო კოჭლებოდა მეთქი რაღაც დაზიანება მაქვს და ისა და რენტგენიც გადამიღეს მაშინ და მომცეს რაღაც ნემსი უნდა გაგიკეთოთო ნემსი არა მეთქი ნემსის გაკეთებაზე უარი თქვი კატეგორიული ნუ მაშინო ესეო ნერვიულობო შენო და რაღაც ტაბლეტები მომცეს ერთი იქვე დავლიე და სამი ცალი გამატანესო გულიო თუდად გაგიხდებაო ესო დალიეო და მეთქი რა წამალია და შენო მოგიხდებაო არც მითხრეს რა იყო მწვანე პატარა ტაბლეტები იყო საშინელი ის ქონდა სუნი და გემო კარგი ჯიბეში ჩავიყარ მეთქი რამე სხვა არ მეტყვიან მეთქი და არაო არაფერს არ გეტყვიან ნუ ჩვენი მოცემულიაო და წაიღ დამობრუნეს საკანში ცოტა ასე ვთქვათ ნათიას ამბავზე დაწყნარებული ვიყავი რომ ბავშვებთან ერთად იყო და ასე ვთქვათ პატრონი ყავდათ რა ბავშვებს და ეხლა ვფიქრობ რომ აი ჯარზედაც მე შემდეგ გაყვანაზე კატეგორიული უარი უთხარი პირდაპირ უთხარი შეგიძლიათ ხელს მოგიწერო მიშას სწავლავდი მაგაზე ხელს მოგიწერს მე უთხარი პირადი კონტაქტი მქონდა როცა მქონდა იშვიათად მქონდა მაგრამ როცა მქონდა ხომ მქონდა მაგას მოგიწერთ მე უთხარი ხელს კარგიო მაშინო აბა გვირაბზე გითხარიო ჯარზე არ მოგიწერ შანსი არ არის მე უთხარი ჩამსვით ბოლომდე ვიждები ჯარს მეთქი არა შანსი არ არის იმის მოწამლაზე კი ბატონო მაშინო გვირაბზე მოგვიყევი ეხლა ყველაფერიო და რა გვირაბზე მეთქი და უცების გამახსენდა ბომბეიდან ლონდონამდე და მეთქი ეხლა ესენი თუ იმაზე არიან ხასიათზე რისთვის დადიან და ვთავაზობ თან მე რომ მეთქი გვიან კი არის მეთქი მაგრამ იქნება მე ვიღაცა ბოდიში ჟარგონზე და მიჩალიჩებს რაღაცას და იქნება დაგეხმაროთ მიყვეთ საკითხს რა არის მერე მოხდა და რეალობა დავადგინოთ ნუ ჩვენ ვიცით რაც ხდება ნუ ამაზე რა თქმა უნდა უარი იყო და რას ვამბობდი ამ და გვირაბზე და აბა გაიხსენეო გვირაბის ამბავიო
რა ხდებაო და არ ვიცი, მართლა არ ვიცოდი რა გვირაბი არ მახსენდებოდა და ჩავედი, გექნებაო დრო კიდევ გვაქო მოსაფიქრებელიო გვირაბიც გვაინტერესებსო. კარგი, ფიქრობ ღამე გავათენე ამ გვირაბის, ყლაპავა ვიზო გავამ იმას რაღაც სამწვანე ტაბლეტებს. და გამახსენდა, რომ წინა პერიოდში რომელიც ღამის 3 საათი იყო, 4 იყო დაწყებული, ძინავს და ტელეფონი რეკავს, უცხო ნომერი, უპასუხე და პრეზიდენტი. გისმენთ ბატონო პრეზიდენტო, ვაიმე მეთქი რა ხდება, თან საათს ავხედე, ისა და როგორ მით? სახელით მომართა. გვირაბშიო ხვალეო, გვირაბი დაათვალიერეო, ჩადიო გვირაბშიო და დაათვალიერეო, აი ესე მეუბნება. და გვირაბი გასაგებია მეთქი და არც ვიცი ეს გვირაბი რა არის. იქ სასახლეში. ხონა. და კედლებზე შეხედეო და შენ რო გაქო ლამაზიო ფოტოებიო, საქართველოს ხედებითო, თელ გვირაბზე გავაკეთოთო. ჩქარა. და გამიჩიშა. ღამის 3 საათზე ხდება ეს. 3 გადაცილებული იყო. 26 მაისის მერე? დიახ. 26 მაისის მერე. და ეხლა როგორ ვითხრათ? უნდა გავარკვიო ეს გვირაბი რა არის. ეხლა იქ მუშაობ და არ ვიცი რა არის. შენობა ხომ ვიცოდეთ ეს და კანონით. ვეკითხები, დაცვის ბიჭებს და კიო რაღაცა არისო, მაგრამ გვირაბიო, რამდენად გვირაბი ეგარიო, არ ვიცითო და მე უთხარი თემო ჟანაშიას რა, მეთქი, თემო ესე და ამერიკა მეთქი წუხელი და რა გვირაბია რომ უნდა გავაფორმო მეთქი. რა უნდა გავაფორმო და აი მეთქი სურათები უნდა ჩამოვუკიდოთ, ესე დავალებაა მეთქი. აი წამოდიო და ალბათ ეგარიო, რაზედაც გეუბნებაო და ჩამიყვანა, თურმე რა ხდება, გვირაბი ქვია თორე. სასახლიდან მოსასვენებელ სახლამდე გადასახედი იყო. იქ არის აგურით, აგურის კედლებიანი გასასვლელი, ასე ვთქვა, დერეფანი, რომელიც მიწაშია, გვირაბია ფაქტიურად. გასაგებია იქ გადავზომე, ტექნიკური სამსახური ვიღაც ჩამოვიყვანე, გადავზომეთ რა ფოტოები, რამდენი რაღაც დაეტევა და მოკლედ ეს გვირაბი და ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი. ესე იგი, მისმენდნენ იმ პერიოდში უკვე, იმიტომ რომ გვირაბის ამბავი ვიცოდით მე, სააკაშვილმა და ჯანაშიამ. სახლში სადმივდიოდ მიმლებით ის არ იცოდნენ. ხო და ესე იგი მისმენდნენ, მერე გავაკეთე ეს დასკვნა. და მეთქი ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი და პრეზიდენტის საუბარი იცით მეთქი და გაეცინა და ხო და მაშინ მეთქი მაგას რომ იმას იზავთ მე რაც არ უნდა გითხრათ მაგ გვირაბზე ხო ეგ რო იტყვით მეთქი მოწმეთ უნდა მოიყვანო სააგაშვილი სასამართლოზე მეთქი და გადახედეს ერთმანეთს და მაგაზე ნერვიულობ შენო სხვა თემებიო ეხლა გავიაროთო იყო გეგმაში სახანძრო გეგმა რომ სახანძრო გეგმა გადავეცი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და უცხო ქვეყანა ეს საქმეში ეწერა ის გრიფით საიდუმლო რო იყო თორე იყო რუსეთი რა თქმა უნდა ნაგულისხმევი და სახანძრო გეგმა რომელიც არის კედელზე მაგრამ მინდა გითხრათ რომ რეზიდენციაში სახანძრო გეგმა კედელზე არ ეკიდა მეთქე არ კიდია სახანძრო გეგმა რომ ის გეგმა მე დავასკანერე და გადავეცი დასკანერებული ვარიანტი ვიღაცას ეს პიროვნებაც იმ პერიოდში არ ჩანდა მეთქი არ არსებობს მეთქი და არსებობსო მაგასო დაგვიწერო რომ არსებობსო კარგი მეუთხარი მთელ შენობაში სკანერი არ არსებობს არავის არ არის სკანერი ერთადერთი უდევს ოთახში დგას მიშას დივანთან თანაშემწესთან ასე ვთქვათ და მეთქი კაი მაგას რო დავწერი იქ უნდა თქვა რომ იქ ოთახში შევედი ეხლა თანაშემწის ოთახში შედიხარ იქ ის გოგო მეთქი იქ არის სულ როგორი საქმეა რომ მე ეხლა სახანძრო გეგმა ის მაშინ იმას ვაფშე არაფერ შუაში არ არის მეუთხარი და
იცოდეთ მეთქი შეიძლება მიშასახლებელი იყოს და პრობლემას ნუ შეგიქმნით და შეიქმნით მოკლედ თქვენ მონაწილეობას გაწყვეტინებთ ბოდიში გაღებინებდნენ თქვენივე წინააღმდეგ საქმის ფარგლებში ბრალის გამოგონებაში რა თქმა უნდა და თქვენ რჩევადარიგებებს აძლევდით რომ თუ ეს იქნებოდა ეგრეთ წოდებულ გვირაბთან დაკავშირებით მაშინ რა ჩიხში აღმოჩნდებოდა გამოძიება ამას რჩევას აძლევდით მე გადაიფიქრებდნენ ამის გამო და თქვენ ამაში მონაწილეობდით რა თქმა უნდა როგორ გამოგეგონათ თქვენ წინააღმდეგ brali კი ბატონო ამას გვიყვებით რა თქმა უნდა ერჩევასაც გეტყვით ესე რომ დამნეულები არიან და სახანძრო გეგმა ჩაიხსნა იმ წუთასვე რომ იმიტომ რომ ის დივნის იმ ქალბატონის ალბათ გაწირვა არ უნდა და რაღაცა ანუ მაგ თემა მოიხსნა და სანამ სკანერზე აბა რა ვქნათო სახანძრო გეგმა გვჭირდებაო კაი მე ვთხარი მაღაზია ადვილი რა არის მე გეტყვით მიდი აბა მაგ საქმეში ხო იციო ჯაშიო ხო ხარო და კაი მე ვთხარი გეტყვი გავიარე დერეფანზე ხომ მეუბნებით რომ კიდია გავიარე გადავიღე აპარატით და ის გადაღებული ფაილი ის იყო მივაწოდე ეგ რა ვწეროთ მე ვთხარ ვაუ ეგო რა მაგარი რაღაცა თქვიო აი ამ ტონით თან იმაშვები როგორ მიდიოდა ანუ სიხარულის ის იმათგან ეგო რა კაი რაღაცა გითხარიო ეხლა რა ხდება ალბათონთია ეს რატო შევთავაზე აპარატს რომელიც მქონდა და საერთოდ თანამედროვე აპარატს მაშინენ მობილურ ტელეფონებს არ ქონდა აქვს ესეთი რაღაცა რომ იქ ციფრულად იწერება გადაღების დრო თან ჩემი აპარატურა ხო ყველაფერი წაღებული აქვს სამსახურისაც სახლისაც იწერება დრო ლოკაცია არ ქონდა მაშინ და ავტორის სახელი გვარი რომელიც ჩემ ყველა გადაღებულ კადრს აწერია ფარულად შესაბამისი პროგრამებით შეიძლება ამის ნახვა და ამას რო გააკეთებდნენ ჩემი აპარატურა ხო მაგათთან იყო რო გააკეთებდნენ იქ მე თუ კარგი დრო იქნებოდა ეს იქნებოდა ჩემი მტკიცებულება რომ ის ფაილი როდის იყო გადაღებული და იმას დაჭერილი ვიყავი და ვერანაირად ვერ გადავიღებდი. ან მე ჩემთვის შიგნიდან ვცდილობდი რაღაც იმების შექმნას, ანუ ალიბის შექმნას, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს სახანძრო გეგმა მე საქმეში მე აღარ შემხვედრია. ჩადეს დამლაგებლების სია, რომელიც ჩემთან გავლილი არ იყო. აი, დამლაგებლების სია რაში ჭირდებოდა უცხოურს, შეიძლება მე არ ვიცი და მართლა ჭირდებათ ვიღაცეებს, მაგრამ დამლაგებლების სია გადაუღე, მოკლედ მე და იგი საბოლოოდ ბრალი ასე ჩამოყალიბდა. თქვენი მონაწილეობით, იმიტომ რომ გამოსავლის ძიებაში თქვენს გაიძულეს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის სასახლეში დამლაგებლების სია საიდანღაც აიღეთ, ან თქვენვე შეადგინეთ და გადაეცით რუსეთის სპეცსამსახურებს. და მანამდე იყო, ეხლა ვიზიტებზე ყველა ნამყოფები ვართ. ბროშურასავით რო რიგდება გეგმა, აჯენდა. მაგენი მიპოვეს. და აი ამებს უგზავნებთ ქართულ ენაზეა. ნუ გადათარგმნიდნენ, ყველას აქვს მე ვთხარი, ვინც ვიზიტზე იყო და ყველგან რიგდება, ღიაა ეს. კი ბატონო. აი ესეთი ისინი მიდიოდა. და ბოლოს შემდეგ, ეს აღიარება ქონდა და აქამდე შეჯერდნენ მოკლედ თვითონ საქმეში ჩაიწერა, ჩაიდო ეს დამლაგებლების სია და მე უარი მქონდა ნათქვამი, ყველანაირად ვთხილობდი. აი ძალიან ვთხილობდი, რომ იქ რამე პროვოკაცია არ ყოფილიყო, მე არ ვიცოდი იქ საკანში ვიყავი გამოკეტილი მოკლედ. უარი მქონდა ნათქვამი გასეირნებაზე, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი იქ სხვა ვინ შემხვდებოდა, ან შემახვედრებდნენ და იქ რა მოყვებოდა, შეიძლება მოყოლოდა გამოუსწორებელი შედეგი. მოკლედ ცეირნობაზე უარი მქონდა ნათქვამი და სულ ეს იყო და ბოლოს მითხრეს რომ სასეირნოთ რატო არ გადიხარ, აბდალაძეს რატომ არ ხვდები
და არაფერი სალაპარაკო არ აქვს მეთქი და სეილნობა არ მინდა მეთქი, აი უარი უთხარი და კარგი არ და თქვენი საქმისთვის ჯობია, ანუ ავდალაძე როგორც რადიო უკვე ქონდა და ვისმენდი ავდალაძე იყო ერთადერთი, რომ აღიარება სარაკეთებდა, შიმშილობდა. აგვიანებდა აღიარება. აგვიანებდა და ესენი ნერვიულობდნენ, იმიტომ რომ აქციების ხმა გვესმოდა იქ. და უკვე დაძაბული იყო ეს გარეთ, ასე ვთქვათ, სიტუაცია. ვინც გაბედა, მაშინ თქვენ როდის დატოვეთ საპყრობილე? ორ კვირაში, ორი კვირა ვიყავით. ბატონო ირაკლი, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ და შემდეგ წევრებს დაუთმობ ადგილს და რა თქმა უნდა თქვენ გექნებათ თხრობის გაგრძელების საშუალებაც. თქვენ როდესაც ბრძანდებოდით საპატიმროში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციურად განწყობილები, თვალს ვადევნებდით ამ ვითარებას, რაც თქვენ თავს ტრიალებდა. მაშინ იყო ასეთი ინფორმაცია, მე თქვენთვის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეხვედრილ ვართ არაერთხელ, არ მიკითხავს და გამოკვლევის ფარგლებში ეს მნიშვნელოვანია კომისიისთვის და ახლა გკითხავთ. მაშინ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ გაკვირით ახსენეთ, მაგრამ ჩაუღრმავდეთ ამ საკითხს. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს თქვენ იყავით რა მიხეილ სააკაშვილის ფოტოგრაფი და თან ახლდით მას ხშირად, შეესწარით სადღაც წვეულებაზე აუზთან ვითარებას, როდესაც ბატონი პრეზიდენტი, რომელიც ცნობილი იყო თავისი აღვირახსნილობით და ამორალურობით და რეალურად მან თავისი ცხოვრებით ეს აჩვენა, რომ ის მას ყველაფერი შეიძლება დააბრალო გარდა იმისა, რომ მონოგამიის მიმდევარია, რომ მისი ასე ვთქვათ თანხლები ქალები, მინისტრები მათ შორის მათ მიაყენა შეურაცხყოფა, საუბარი იყო კონკრეტულად ქალბატონ ვერონიკა ქობალიაზე და სხვა ახალგაზრდა ქალებზე, რომლებიც მან შემოიხვია გარშემო მათ შორის სასჯელ ახსრულების მინისტრიც. მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ქალბატონ ვერაზე იყო საუბარი, რომ თითქოს თქვენ იქ იმყოფებოდით და გადაიღეთ ის კადრები, რაც ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობას ეხებოდა, მათ შორის ცემას პრეზიდენტის მხრიდან ამ ქალბატონის. ეს გავრცელდა საზოგადოებაში საკმაოდ აქტიურად, რომ თქვენ ეს კადრები გქონდათ და შეიტყორა პრეზიდენტმა ამის შესახებ, თქვენ ამიტომ დაგსაჯათ სამაგალითოდ. ეს იყო ინფორმაცია, თქვენ პირველად არ გესმით ეს ალბათ ჩემგან. და ეხლა არის ის დრო და მომენტი ალბათ, რომ თქვენ ამის შესახებ ისაუბროთ. მე სხვა ქალბატონზე ვიცოდი ეგ ამბავი ახლა. ნუ ბევრი ვარიანტი გავიდა, გავცელდა ალბათ, გაავცელეს თვითონ. ხო, ჩვენ ვიცოდით საზოგადოებამ, რომ თითქოს ეს ქალბატონ ვერას მოექცა ცუდად, რაც მე არ გამიკვირდება ახლა მიშასგან. რომ ქალს მოექცა ცუდად, მაგრამ კი ბატონო, მე გავიხსენებ მაშინ ერთ შემთხვევას. დიახ. ეს ამბავის რამოდენიმე ამ ჩვენ დაკავებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, დაახლოებით ერთი თვით ადრე, შეიძლება 3 კვირით, ცოტა ხნით ადრე, ბათუმში ვიმყოფებოდით ბათუმში. იქ იყო ჩემი უღლე მაშინ ფოტოგრაფად მუშაობდა და ამ შემთხვევას გაიხსენებ, მაგრამ მე დამირეკეს პირადად. ესეც მივლინებით იყო იმ პერიოდში, ვიღაც უცხოელის მომღერალი იყო, არ მახსოვს, ვიღაცა იყო ჩამოსული და ღამით იყო, ასე ვთქვათ, წვეულება რომელიღაც სასტუმროს ტერიტორიაზე, თუ არ ვწდები აუზზე, რაღაც, ანუ ღია წვეულება იყო, ღია სივრცეში და ჩვენ არც დავდიოდით ეგეთ წვეულებებზე, არც მე პირადად სურვილი არ მქონდა, იმიტომ რომ იმდენად
ძიმე რეჟიმი მქონდა მე პირადად, რომ მეჩივნა წავსულიყავი სასტუმროში და მეძინა მეორე დღისთვის ისევ რომ საქმე გამეკეთებინა ეს. და რა ხდება ახლა? მე მირეკავს ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი, გამოცემის რედაქტორი და მეუბნება რომ იცი რა მაგ წვეულებაზე უნდა შეხვიდე რა, იქ ფოტოები გჭირდება. არა მე უთხარი, არა არ მინდა, მე რაშუაში ვარ. არა არის ეგ ჩემი საქმე. არა, ისა მოდი მაშინ ნათია შევიდეს. ნათია იმის თანამშრომელია. და ნათია მე უთხარი ახლა როგორც ვიცი მივლება დაუმთავრდა და მოდის და მე ნათიასაც ვერ შევიყვან. გამორიცხულია. ესე იგი რომ გავამარტივოთ, თქვენ ხართ სააკაშვილის, ხო? სააკაშვილის პრეზიდენტი არა, ფოტოგრაფი ხართ, პრეზიდენტის, თქვენი მეუღლე არის კონკრეტული გამოცემის ფოტოგრაფი. ერთად ხართ ბათუმში, იმიტომ რომ თქვენ და თქვენც ორივე ერთად ხართ მივლინებაში. სხვადასხვა სამსახურებიდან და ქალბატონი ნათიას დამსაქმებელი თქვენი მეუღლის, თქვენ გთხოვთ რომ გამოიყენოთ თქვენი პასი თუ შესვლის უფლება, იქ სადაც პრეზიდენტი სანაცნობო წრე, სადაც პრეზიდენტი იმყოფება, შეიყვანოთ თქვენი მეუღლე, რომ თქვენმა მეუღლემ თავისი დამსაქმებლისთვის გადაიღოს ფოტოები, სწორად აღწერეთ. ეს ხდება 26 მაისამდე 2011 წლის თუ მერე? შემდეგ. დაჭერამდე აი მაქსიმუმ ერთი თვით. შემდეგ ხდება. ამაზე თქვენ ეუბნებით უარს. კატეგორიულ უარს ვეჭხუბე, ანუ უხეშად გავეცი პასუხი. და ისა რა ქვია ნათიასაც გადაურეკე და მეთქი ეგეთი რაღაცა რო გთხოვოს წამოდი მეთქი და არა მეთქი შანსი არ არის მეთქი ეს გზაში იყო უკვე რიკოცე იყო გადმოსული ბათუმიდან ეს ვერ შედგა აუზზე ფოტოების გარშემო შესაბამისად ეს არის იმიტომ გეკითხებით რომ ახლა ვინც არ უნდა იყოს ჩვენ ფაქტებზე დაფუძნებული კომისია გვინდა ვიყოთ და ვართ ამიტომ იგივე ქალბატონი ვერასთვის თუ ვინც იქნება ქალბატონის სახელს არ აქვს მნიშვნელობა მნიშვნელოვანია რომ ეს ჭორები გაიფანტოს თუ ჭორია და ფაქტი დარჩეს მარტო შესაბამისად ფაქტად დარჩება ის რომ თუ კი ორივე ერთი და იმავე სიძახით რომ ასეთი თხოვნა იყო თქვენ ეს თხოვნა სავსებით სამართლიანად მიიჩნიეთ რომ არ იყო არც ეთიკური და არც სწორი და სამართლებრივად გამართული და თქვით უარი მაგრამ თუ დაგისაბუთათ შემკვეთმა ასე ვთქვათ ეს პაპარაცული ფოტოები რატო იყო საინტერესო რა ხდებოდა იმ აუზზეო რაღაცა იქნებოდა დადასტურება პაპარაცული ფოტოები გვინდა აი ეგეთი მოთხოვნა იქ თუმ რომ პრეზიდენტი იყო ქალებთან ერთად თუ რა ხდებოდა რითიც ის იყო ცნობილი ალბათ ის შეგვაწუხა საზოგადოებაც შეგვაწუხა და ამ ადამიანმა თავის პირადი რაღაცა აღვირახსნილი ცხოვრებით საზოგადოებაში აწუხა ერი შეურაცხო თორემ პირადი ცხოვრება ყველას აქვს და უნდა კონდეს გასაგები ანუ ეს არ გაგიკეთებიათ ამას ვერ დაუკავშირებთ ხალხისთვის ასე ვთქვათ გამოს ისა ინფორმაცია რო ყურადღება რაც ალბათ თვითონვე გაავრცელეს კარგი შემდეგი თქვენ როდესაც საპატიმროში იმყოფებოდით რეპორტიორები საზღვრებს გარეშე არის ესეთი ძალიან ძლიერი ორგანიზაცია მათგან თუ გახსოვთ ან თუნდაც დაცვა ან მხარდაჭერა ვინაიდან ეს პირდაპირ მათი მოვალეობაა არა ვერ ვიხსენებ არა ასევე გულშემატკივრებზე მინდა კითხოთ თქვენ ახსენეთ რომ მეზობელიც კი მყავდაო და გულშემატკივარიც კი მყავდაო მაგრამ არავინ არ შემიწუხებიაო თუმცა ალბათ გეყოლებოდათ ისეთი გულშემატკივრები გარემოცვაში სანათესაოში ვისაც სააკაშვილზე ხელი მარტივად მიუწვდებოდა მე არ ვითხოვ ამ შემთხვევაში დასახელებას ვის და როგორ მაგრამ იქნებოდნენ ასეთები რომ პარტიაზე ან პრეზიდენტზე, ან ბოკერიაზე, ან სხვებზე ხელი მიუწვდებოდათ. თუ გამოიყენეთ ეს კავშირები, იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა აივაზოვი იყო ნახსენები. ბუნებრივია რომ ისმა ოჯახმა შეძრა ქალაქი, მივიდა ამერიკის საელჩოში და ის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ჩარევით სავარაუდოდ გათავისუფლდა. თქვენ თუ მიმართეთ გარემოცვას იმისთვის რომ თუნდაც პოლიტიკური ხაზით
გაგეყვანათ გზა თავისუფლებისკენ? იცით რა არის, არც მიმართავდი არავის. იმიტომ რომ ჯერ მუხლი იყო ესეთი. და მეორე ის რომ სანამ გაიგებდნენ, დედაჩემი გაიგებდა, სად ვიყავი საერთოდ, რომ წამიყვანეს სახლიდან. საიდან გაიგო არ ვიცი, დაურეკია ჩემ სამსახურში ერთ-ერთ პიროვნებასთან და იმან საერთოდ ტელეფონი არ აიღო. ანუ კონტაქტზე არავინ არ გამოვიდა და არ მიკვირს ქალბატონო თეა. იმიტომ რომ როცა კარგად ხარ, ყველა კარგად არის, ბატონო ირანა, მოდი შევხვდით, ნახეთ. მოდი სახელებიც რო ვთქვათ, ეს არ მნიშვნელოვანია. თემურ ჯანაშიას ურეკავდიო და მე თვითონ ჩემისგან ვიცი და ყუმილი, ანუ არ უპასუხა ზარებს, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ საიდან გაიგო? თქვენ არ გამოგიყენებიათ? არც მქონდა რომც დომოდა გამოყენება, ადვოკატი იმათი მოყვანილი მყავდა და ვის ვეტყოდი რომ აი ამას იქნება მიშველოს, ან არავითარი კონტაქტია. არც ახლობლებში არ ყავდათ ვინმე პოლიტიკურად აქტიური, ვინც თქვათ მიშასთან გზას გაგიყვანდათ? არა, კარგი. ქალბატონ ირმას თქვენს ხელმძღვანელს, იმიტომ რომ ბატონმა გიორგი აბდალაძემ თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძემ მისმა მინისტრმა პირდაპირ დაადო ხელი და ვანო მერაბიშვილის დავალებით ტყვილი თქვა. და თქვენ არ ყავდათ ხელმძღვანელი, თქვათ ნადირაშვილის სახით, ვინც მიშას ეტყოდა, რომ ნუ გავწირავთ ამ კაცს. ან აქ ხომ არ შეხვედრილ ხართ მერე თქვენ ფოტოგრაფი იყავით? ქალბატონ ირმას დეპუტატობის დროს. კარგით, გავიხსენებ მაშინ ქალბატონ ირმასთან ერთ ზარს. მე ვახსენე ინტერვიუ იმათ გადავიღე მეთქი გამოსვლის წინ და ფოტოები ხომ უნდათ, ფოტოები უკვე წაღებული ქონდა დალუქულში, აპარატში იყო ჩიპი. და ეხლა იმ ხალხმა მოითხოვა იმ გამოცემიდან, რომ ფოტოები გჭირდება. და უკვე გამოშვების მერე მირეკავს და ფოტოები მოგვაწოდე, მეთქი მე არა მაქვს აპარატურა ისევ იქ არის და თქვენ უნდა მიმართოთ თქვენი აპარატურა, ანუ ადმინისტრაცია ჩიპი შიგნია იმ ფოტოებით. ეს არის უკვე ორი კვირა, რომ გამოსულები ვარ პირველივე დღეებში და ამირეკა თვითონ ქალბატონმა ირიმამ და ტელეფონი არ ისა და აუხსენი ნორმალურად ეხლა არც აგრესიულად, არც ისა და ის და ჩემი ნივთებიც არის მეთქი ჩემს ოთახში და თუ რამე დარჩა მეთქი და აპარატურა, იმასაც გთხოვთე მეთქი და დაგიბრუნო არა ისაო, სად დაეთრეუდი არ გეგონაო, აი ამ სიტყვებით და გათიშა. ანუ არ ეგონა ის რომ კიდე ხაზზე იყო ჩემთან და აი ეს არის წამოგაძახათ 26 მაისს გადაღებული ფოტოები. მე ხო 26 მაისი წამომაძახა დიახ და ისე რომ არ იცოდა მე ამას ვისმენდი თუ არა, ისევ ხაზზე ვიყავი თუ არა. ხო, ანუ რეალურად არც ბათუმში აუზი, არც ქალები და არც არაფერი არ იყო მიზეზი, შურისძიების მიზეზი იყო 26 მაისს თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები და როიტერში გადაგზავნის ფაქტი. დიახ და საიდან დავწმუნდი ამაში, აი ეს მომენტი გამომცა ციხეზე ძიმია ეხლა იმის გახსენება, მაგრამ ერთ-ერთი გაყვანის დროს იყო ორი მომენტი. ბადრაგს რო გავყავდი, აი ბადრაგმა საიდან უნდა იცოდეს ეგ ინფორმაცია სიტყვაზე. რომ ისაო რა ქვია 26 მაისს რაზე დაგიჭირესო ბოლო-ბოლო საუბარი ამაზე და ეს მივდივარ თავჩაღუნული, იქ აბა თავს როგორ აწევდი ზევით ზურგზე ხელები და უკან მოყვება და თან მელაპარაკება რა იმაში დერექანში და რაზე დაგიჭირესო არ ვიცი, მე უთხარი არ ყვევენ მეთქი რა და გამოჩდება მეთქი აი ამ სიტყვებით თუ ელაპარაკები ამ ტონით. ხო და მე ცოტა ახლოს მოვიდა და 26 მაისს იყავიო და გამახსენდა ყველაფერი რას მოყვა რა ნაბიჯები რა გზა გავიათ 26 მაისიდან ანუ ბადრაგმა მიკანახა რომ შენ ამისთვის იყო მე მეორე გაყვანის დროს უკვე ვაჭრობა მე ჩემი თავისუფლებისთვის რამდენის გადამხდელი ვიყავი გადამხდელი პირდაპირ ან თანხა ან ქონება
და ისაო გირაოსო ალბათო იმას იზავენო რა გირაოთი კი არა და აქვია ანუ ხო საპროცესო გარიგება თანხასო გადაიხდიო საპროცესო ხო რა ვიცი მეთქი არაფერი არ მაქვს მეთქი რა კი იციან რაც მაქვს მეთქი ბარათებით ანგარიში წაღებული აქვს მე არ მაქვს მეთქი ფული რა რომ სახლი ყველაფერი გაყიდო და მაინცო რამდენი მეთქი ჩამეცინა და 100,000-იო და ავი ეყოფაო ალბათო ბადრაგი მეუბნება ამას 100,000 კი არ მე ვთხარი 10,000 არა მაქვს ანგარიში ეხლა რომ დახუმეთქი არა მაქვს ფიზიკურად და ისევ აქ ვიждები მიჩემნია უფრო იაფი დაждდება ჩემი შენახვა აქ რა ხო რავი აქ ჯდომა მაინცო რა ვიციო და ამ დროს კი გავედით იმ ადმინისტრაციულ კორპუსთან. კარგი და ჩემგან ბოლო კითხვა, თუ ძალიან არ შეგაწუხეთ, აქ ბატონმა გიორგიმ თქვენამდე იყო მობრძანებული, ახსენა რომ თქვენ სააკაშვილს შეხვდით თქვენს დამსაქმებელს, რომელმაც თქვენ და მთელი ქვეყანა გაგვწირა უკრაინაში. მას ფოტო გადაუღეთ. ასეა? დიახ, არა მარტო უკრაინაში. აქ გამოშვებიდან ორ კვირაშიც აი ეს შეხვედრები რო გაიხსენოთ მასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინაში. მოკლედ ახალი გამოშვებულები ვიყავით უკვე და საშინად დასტრესილი, ქუჩაში ვერ გავდივარ. ელემენტარული, რა ვიცი, ყველაფერში იმაშვები რა, ძალიან დასტრესილი ვარ, მოკლედ და მე უხლებ და მეგობრებმა მოდიო წავიდეთო მთაშიო რა, გიყვარსო ეს თამთასიარულიო და რამდენი წელიო არ ხარ ნაყოფი, წავიდეთო და რაღაც ტური თანხა გადავიხადეთ და რაღაც ტური ტობა ვარჩხილზე წავედით, დავგეგმეთ, თანხა გადავიხადეთ და წავედით. იქ სადღაც 5 დღის სავალი იყო ასული ჩამოსვლით. 4 დღე მინიმუმ. და მეორე ღამეს უკვე რო ვათენებთ, ცოტა ამინდი გავუარესდა და აღარ მივდივართ. და ვიკითხულობთ რატო არ მივდივართ, და ვიღაცას ველოდებით. ანუ ყველა მიცის თურმე რომ იქ სააკაშვილი უნდა ამოვიდეს. არის მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეები, აჩვენების წინა პერიოდია. და მე ვიღაცამ ყურმოყრით ასე თქვა ჩუმად გამაგებინა რომ სააკაშვილის ველოდებითო რა რომ გაიწელა დროში რა იყო მოთხარი აქ რო არ ვენახე იქ ვერ ნახავდა მეთქი ეს ხუმრობით იმას თქვენი და ავედით მე ეს ამოვიდა შემომხედა აი სხეულის ენა ასე თუ ისე ვიცი ჩემი საქმიანი გამოცდილებით და არ გაგვირვებია რომ იქ დამინახა. ავე გავაგრძელეთ გზა, ნუ ველოდებოდით და ჩვენ გავაგრძელეთ გზა და დაბანაკდნენ გაშლილი მინდორზე. იმ ადგილას, სადაც ჩვენც უნდა ყოფილიყავით და უარი ვთქვი, წავედი, სადღაც 50 მეტრით მოცილდით, ცოტა უარესი ადგილი იყო, იმიტომ რომ ქვიანია მინდორს ვერ იპოვი, ტობავარჩხილის გზაზე და ქვიანზე გავათენეთ კარვებში, ჩვენი კარვები ქონდა, იქ გავათენეთ ღამე და მეორე დღეს უკვე ასული იყო თვითონ და ჩამოვიდა ჩვენ არ გაგვიყოლია ტური გაიყოვრათ მოკლედ და ჩამოვიდა და ისა ნუ იქვე ვზივარ იმ ადგილას სანამ არ ჩამოვიდოდა და დამიძახა და ისა მოდიო ეს ხელით მანიშნა და ნუ დაცვა იმ წუთასვე ახლოს დადგა და არა შენ არ შემჭირდებიო ანუ ფაქტიურად როგორ აღწერო გააგდო დაცვა რომ არ ჭირდებიო შენო უნდა ველაპარაკო პირისპირ ეს იყო პირველი ჩვენი შეხვედრა და მოკითხვის შემდეგ როგორ ვარ ჯანმრთელობით როგორ გადავიტანე ეს ფსიქოლოგიურად ანუ მეთქი გამოვდივარ და ესე დავდივარ მეთქი და გამოვდივარ და ეთიო კითხვა მაქვსო ვინ გაგიჩალიჩაო ეგ ამბავიო და მეთქი ვინ უნდა დავიბენი აი ამ კითხვას ახლა აი ამ სიტყვებით ამ კითხვას და ამ ამბავს მე кайხანი არ უყვებოდი არსად ანუ იყო ეჭვი რომ ახალაიამ თუ ვანომ ხო და მე ვერც მივხვდი ამ შიდა ინტრიგებში მაინდა-მაინც ახლა გარკვეული და ჩართული არ ვიყავი რა ხდებოდა იქ
ვიღაცა რაღაც ამბობს, ეხლა სანამ ფაქტი და ის და არ ვიყავი გარკვეული და გამიკვირდა ამდენი ხნის მერე ეს კითხვა მისგან. და ბოლოს კულმინაცია ის იყო, რომ აი ამ ორგანიზატორებთან და მოლაშქრეებთან ერთად მე უკვე დისტანცირებას ვცდილობდი, ხო, და რომ დავწერე, ხო, კარგიო, გასაგებიაო, ესე მითხრა და კარგი, აბა წარმატებები მეთქი და ესე ხარზე ხელით იმას ვქენი, ასე აშეუმიტყია. დავემშვიდობე. რა ისო გასაგებიო, თქვენ რა უპასუხეთ? არ ვიცი მეთქი, გასაგებია. და ხალაიაზე და თვითონ ახსენა ვანო და ხალაია, რომელმა ის უნდა გაიჩალიჩებინათ, აი ეს შეუბრუნე კითხვა ვანოს და იმას ახალაიას. და ნუ ესე დავცილით და მე კულმინაცია იყო, მე ჩავთვალე რომ ეს იყო პირადი საუბარი და ამაზე ასე საჯაროდ და ისე არ მინდოდა საუბარი, ხლა როცა თაში ხვდები ვიღაცას და პირადად გესაუბრება, ფიქრობდი რომ არ იყო ლამაზი გატანა და კულმინაცია იყო ის, რომ დამიძახა რატო ხარო და ჩვენთან ერთად გადაიღე ფოტო, საერთო ფოტოს იღებდნენ. და აი როგორ სიტუაციაში აღმოჩნდი, იცით, აი ძალიან რთულში. რომ კაცმა ჯავშობისთვის დამიჭირა, 2 კვირაა გაშვებული გამოშვებიდან. ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი, ყოველ ოთხშაბათს პრობაციაში უნდა მივიდე, რომ დავფიქსირდე, ქალაქიდან ვერ გავდივარ. და მეუბნება, რომ ჩემთან ერთად მოდი ფოტო გადაიღე. გადახედე, ჯგუფია და ერთ-ერთს ვთხოვე, გამოვართვი დროშა რა და სახელმწიფო დროშით ჯგუფის კუთხეში კარგით მეთქი და ჯგუფის კუთხეში რომ იქვე უნდა და სიტყვაზე რომ მდგარიყავი. ნუ ეს წინასაარჩევნო პერიოდია, მესიჯი მე მივხვდი რომ გავაანალიზე, რომ რა იქნებოდა, რომ აი რაღაც იპოვიდნენ ალბათ. და ეს ფოტო იმიტომ რომ არ დამდგარიყო, გადაიღო ჩემმა მეუღლემ. იმიტომ რომ იქ ჯგუფში ეს საერთოდ ქალები უფრო მოხერხებული ხალხი ვართ. უფრო მარტივად გადაწყვიტა ეს, მაგრამ ჩემზე პირდაპირ მოთხოვნა იყო და იყო. და ის მომენტია რომ ეს ფოტო თვითონ თავიანთივე გადაღებული, სადაც მე ქოვერა დააყენეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანუ გვერდზე ქოვერა დააყენეს ჩემთან ერთად გადაღებული. აი, ნუ და შემდეგ მე ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ ადამიანებს წირავდა საკუთარი პიარისთვის მეთქი. ეს რასაც ახლა თქვენ ყვებით მთის ეპიზოდს. მისი ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, ვიდრე ის, რაც დაგმართათ მან ციხეში. როგორც გნებავთ ისე გამიგეთ, მაგრამ ეს ყველა ზღვარს ცილდება. სხერპლისადმი ქცევის კიდევ ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, ამორალური ქმედება. უკრაინის და შემდეგ წევრები დაგისვამენ. უკრაინაში ვიყავი მივლინებით, ეს აქციები რო იყო სააკაშვილის პრეზიდენტად აღარ ვახსენებ უკვე, იმიტომ რომ პერიოდს გავცდით. სააკაშვილის ხალხმჭერი აქციები იყო, ვაშუქებდით ამას, უკვე მივლინებით ვიყავი საზოგადოებრივი ვაიმე ეს არის სახურავზე რომ ავიდა ის მომენტია. რომელიც წელი იყო, უნდა ვნახოთ, აპატიეთ რა რიცხვებში, აი ხო. აი გუბერნატორობის შემდგომი პერიოდია, ხო ასე? კი, გუბერნატორობის შემდგომი პირველი მივლინები იყო სამსახურიდან 2017 კი ბატონო, ეს პერიოდია, შემდეგ და ნუ ვიღებთ ამ მოვლენებს, მაშინ მართლა გაუცდა სახეზე შევატყვე, რომ იქ დამინახა და მის პირველი შემოდიოდა რომ ვიღებდი და ესეც გააშუქა ეს კადრები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მაგრამ თავი მომენტი რა არის? დეკემბერია, კარგად მახსოვს 5 დეკემბერი და მივდივართ აეროპორტში და უცებ სადღაც სოცქსელში გაიელვა ინფორმაცია გავიდა რომ სააკაშვილი არის ასულის სახურავზე და იქ და ვისახსოვდა აპარატში აეროპორტში წასვლა ბილეთებიც გაუხდა ყველაფერი დავბრუნდით სადაც იმის სახლთან სადაც ასული იყო
ნუ მე მოვლენებს აღარ იმას ვიზავ, რომ დააკავეს და არის სასამართლო და ვართ სასამართლო დარბაზში. ეს ხდება კიევში და სასამართლოზე ვერ შევდივარ, იმიტომ რომ არ მაქვს აკრედიტაცია. და არ და გადასაღებია, უნდა გადავიღო, ხო? გასაშუქებელია. და აი ეს კიდევ ვიხმარ ამ სიტყვას ამუნიციით, კიბორგები, აი სპეცნაზი მძიმე აღჭურვილობით დგას, ჩაკეტილი აქვთ ამ ბიჭებს სასამართლოს არკის შესასვლელი და მეუბნები, რომ როდის შესვლა მინდა ქართველი ვარ, რაღაც იმიტომ უკრაინელებთან მაშინ ასოთადებითი ურთიერთობა ნუ ხალხთან რა მნიშვნელობა აქვს. ეხლაც ესია ხალხთან და ძალიან დიდი სიყვარული და ისა და მეუბნები შემიშვი და მე არ წვიტავ ეს ბიჭი და მეთქი მაშინ უფროს დაუძახ, იმიტომ რომ უნდა შევიდე, მე ადგილი აღარ იქნება, იმან არ იცის რომ აკრედიტაცია არ აქვს. და გამოვიდა ვიღაცა ესეთი მაღალი რაღაცა დიდი ოღონდ იმას სუბუქი აღჭურვილობით იყო რა, ფორმა ეცვა. და მეუბნები რომ მეთქი ქართველი ვარ, ესა და ეს სახელი და გვარი ვარ და უნდა შემიყვანო მეთქი რა, რომ ადგილი რაღაცა და ეს აკრედიტაცია არა მაქვს მე უთხარი, აუ მაშინ ვერ შეგიშვებო და აუ მეთქი რა უთხრა და გეხვეწები მეთქი. სახელი და გვარს მოგცე მეთქი, აღარ აქვთ ხო არაფერს, ირაკლი ვარ გედენიძე. დაგუგლე მეთქი. ეხლა მის დაჭერილია და ვინც უნდა გაასამართლოთ მეთქი. იმან დამიჭირა მეთქი. და დაბადების დღე მაქვს მეთქი. შეკაი ადამიანო, ხო მართლა დაბადების დღე მქონდა და ეს საჩუქარი გამიგეთე და შემიყვანე სასამართლო დარბაზში და კარგი ცოტა ხანი მაცადეო და აი ზუსტად 5-7 წუთი იყო გასული, თავის იმებს გადმოსახა, აი ეგ ქართველიო გამოატარეთო. და შემიყვანა სასამართლო პროცესზე. ხო იქ დარბაზში საუკეთესო ადგილი მითხრა, ყველას უთხრა რომ ესო აქ უნდა იდგესო, იმიტომ რომ იქ უკრაინის სასამართლო მაშინ, ეხლა არ ვიცი, იყო ძალიან მოუწესრიგებელი. წარმოიდგინეთ, ფოტოგრაფს და ოპერატორს უჭირდებოდა, იყო ეგეთი მომენტი, რომ მოსამართლის სკამზე ფეხით ავიდა, რომ კადრი გადაეღო. ეგეთი, ხო, ნუ სიტყვის ის იყო მოიტანა. და ამ დროს რომ უნდა შემოიყვანოს, გავარკვიე იქ რომ ბორკილებს ოდის მოხსნიან რაღაცა, რომ გადავიღო და თურმე მოყავთ დერეფანში ბორკილებით და ისაო რა ქვია, ანუ თუ დერეფანში არ გადაიღე ბორკილებით, შანსი არ არის რომ იმას ქონდა. და ეს გამოვედი დერეფანში ველოდები და ეს პოლიციელი, თქვა, ნუ სამართალდამცავი დგას იქ და შტო გრუზინ მეუბნება და ნუ მეთქი ეს პრობლემა დერეფანში უნდა გადავიღო მეთქი რა და იციო, ეხლა ეთრამეს გეტყვიო რა, აი ისინიო ზევითო დგანანო, მაგენი ვერაფერს ვერ გადაიღებენო და მე უნდა დავუდგეო წინო მაგათო და შენო ფეხები რომ გავშგარზე დავდგაო, ქვემოდანო გადაიღებო და ნარუჩნიკებიც გამოჩნდება ზევიდან რაღაცას გადაიფარებსო. და მაშინ აი ამ უკრაინელმა, სახელი გვარიც არ ვიცი, ახლად გაცნობილმა, აი ესე დამეხმარა ყველაფერი და ეგ იყო ჩვენი შეხვედრა და ეს უკრაინელი ჩვენი კოლეგაც ძალიან გაოცებული იყო, რომ შენო არ გეტყობა რაიმე აგრესია, თორე თავისუფლად შემეძლო რაღაცა აი სუდი გამეკეთებინა იქ მისთვის. და აი როგორ იმაშვებიო აი ეს აგრესია არ გაქვთ ბატონო ირაკლი თქვენ. ქალბატონო თია, იცით რა არის აგრესია, მე დღესაც აი ძალიან ძიმე აგრესია არ მაქვს. კითხვაზე გიპასუხებთ პირდაპირ, მაგრამ მე დღესაც მუშაობ აქციებზე. ამასინათ იყო ვიღაც ქალბატონი პოლიციელების კორდონთან მდგევარ მოვიდა. დედა მაგინა. პოლიციელის წინ და მე ხმა არ გავეცი. თქვენ რა შუაში იყავით? რას აფუჭებდით? არაფერს არ ვაფუჭებდი. უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი. და ამან გამოიწვია აგრესია. ამან გამოიწვია. ის რომ აქციებზე აი 9 აპრილს ვიღაცა ნიღბიანმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც ჩემ შვილზე პატარა ხელიმტაცა აპარატზე და
მეჯიკავა რომ არ გადავიღო იქ რაც ხდება და კიდე არა მაქვს ეს გამჟდარი მაქვს იმიტომ რომ მე იქ უნდა ვიმუშაო და კადრი უნდა გავაკეთო რაც ხდება ცივი გონებით თქვენ სააკაშვილმა ვერ შეგაშინათ და ახალგაზრდა ბიჭი როგორ შეგაშინათ ხო გეთხარ ასაკს მაინც ეცი მეთქი პარტიზე და წევრებს ვთხოვ კითხვებს და ქალბატონი ნათია გველოდება ბოდიში მას რომ ამდენ ხანს მოუწია ლოდინი ბატონი ალეკო ბატონი ირაკლი ბატონი სოზარი მოგესალმებით ბატონო ირაკლი მოგესალმებით ქალბატონო ნათია მათ ორივეს არა მარტო ჩვენ ალბათ მთელი საზოგადოება იცნობს და მე მინდა ვთქვა რომ ირაკლისნაირი ღირსეული ადამიანები ძალიან იშვიათად მინახავს და ასე შეყვარებული თავის პროფესიაზეც ძალიან იშვიათია ალბათ და ვერავინ ვერასდროს ვერ იტყვის რომ იგი ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ ან რაიმე არამც თუ უცხო ძალასთან რომ მასთან რაიმე როდესმე კავშირი ქონოდა იმიტომ რომ ეს კაცი აკეთებდა ყოველთვის თავის საქმეს მე ასეთად ვიცნობ და ხელისუფლებებს მართლაც უქმნიდა პრობლემებს იმაში რომ ასახავდა იმ რეალობას რასაც ის ყოველთვის აფიქსირებდა ეს წინა ხელისუფლებისაც ასე იყო ირაკლი და მეთანხმები და სწორედ აი ამ შენმა პროფესიის სიყვარულმა დაუდო საფუძველი იმ ბრალს რომელიც შენ წარგიდგინეს რასაც ჯაშუშობა ერქვა მაგრამ იმას ასეთი ბრალი არაერთი იყო და შენ ალბათ გაგიმართლა იმაში რომ სწორედ იმ დროს დაგაკავეს როდესაც უკვე ხელისუფლება სრულდებოდა და ქართული ოცნების სახელით და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ახალი დაწყებული მოძრაობით სწორედ ამ მდგომარეობიდან კიდევ უფრო უნებელი დარჩით უამრავი მაგალითები გვაქვს რომლებიც წლები ეწამნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აღარაფერს ვამბობ იმ დიდ შენ კეთილსინდისიერ ადამიანი როდესაც ხარ რა თქმა უნდა ხელავ და აქ არაერთხელ შეგამჩნიათ ჩვენ კომისიის წევრებმა რომ ბოლო ჯაშუშობას ღალატს კი ბატონო მეც შეგიწყობთ ხეს მაგრამ ჯარზე ამას ნუ დამაბრალებინებთ ამას მხოლოდ პატრიოტი ადამიანი იტყვის და ეს იყო მათი მორალიც და მათი საქციელიც და მათი აღვირახსენლობას და ამორალობას რასაც მართლა თითოეულ ჩვენთაგანს და კომისიის წევრს უჭირს ამაზე საუბარი დღესაც კი იმიტომ რომ ამას საზოგადოება უყურებს და ისმენს აი კითხვებსაც რო გითხრა ეხლა შენ ბრალთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობაც არ აქვს იმიტომ რომ იმდენად აბსურდული იყო და ის ბრალი იყო ნახევარგვერდიანი ბრალები სადაც ჯაშუშობის ბრალში უნდა იყოს რამოდენიმე ტომეული ალბათ მოქცეული და იქ უნდა იყოს კონკრეტული ადრესატი თუ ვისთან ჯაშუშობდა ვისთან ქონდა კავშირი ეს უნდა იყოს არაერთ გზის ფაქტებით დადასტურებული და უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებები აი ეს კითხვებიც არ არის, იმიტომ რომ მისი ბრალი იყო სასაცილოდ ფარატინა ფურცელი მხოლოდ და ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა იმ დროს, რომელსაც უდასტურებდა სასამართლო, აგერ უთხრეს კიდევაც რომ ერთი ადამიანი იყო გამომძიებელიც, ერთი ადამიანი იყო პროკურორიც, ერთი ადამიანი იყო მოსამართლეც და ასე ხდებოდა ამ ბრალით ადამიანებისთვის სიცოცხლის მოსპობა, მორალურად მათი განადგურება, მისი ოჯახის, რა ვიცი, შემზარავი, ერთ-ერთი შემზარავი ტრაგედიაა თქვენ. ერთ-ერთი შემზარავი ტრაგედია. კითხვა კონკრეტული კითხვა არა მაქვს, მე უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი კომენტარი მეთქვა თქვენთვის. დიდი მადლობა ბატონო ალეკო, ბატონი ირაკლი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო ირაკლი. აი ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. თქვენ გიხსენეს გვირაბი და მე გაიხსენეთ რომ პრეზიდენტმა დაკავებამდე რამოდენიმე ხნით ადრე დაგიკრეკათ და გითხრათ რომ ეს გვირაბი დაათვალიერეთ და შემდგომში პრინციპში ეს თქვენი ბრალდება რაღაცნაირად ამ გვირაბის გარშემოც იყო ასე ვთქვათ დაკავშირებული. ხო არ გაგიჩნდათ ეჭვი რომ აი ამ სქემის დამუშავებაში ყავდა იყო ჩართული გასაგებია რომ მისი ასე ვთქვათ ყურადღების გარეშე და მისი ბრძანების გარეშე
არაფერი მნიშვნელოვანი არ კეთდებოდა, მაგრამ თვითონ აი ამ სქემის შემუშავებაშიც ხო არ იყო ჩართული, რომ დარეკა და ეს დანარეკი მერე თქვენ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ ალბათ გვისმენდონო, მაგრამ შეიძლება მან ეს როცა დარეკა, უკვე იცოდა, რომ ეს დანარეკი როგორ იქნებოდა შემდგომ თქვენ წინააღმდეგ შედითხნილ საქმეში გამოყენებული. ესეთი ეჭვი ხო არ გაგიჩნდათ თქვენ? დიახ, გიპასუხოთ ხო? ესე იგი, დაკავების მომენტში მე და შემდეგ ვითომ გამოძიების პროცესში ერთი რამე შევატყვე ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. იყვნენ საშინლად, საოცრად საშინლად მოტივირებულები. ეს შეიძლება ყოფილიყო ფინანსური სარგებელით, ასე ვთქვათ, კარიერულ წინსვლისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ შემდეგ რომ დავწუნდი, ეს იყო გაცემული ბრძანებით მოტივირებული ხალხი. იქნებოდა ბრძანება დასაჯეთ და მწვანე გაქვთ ანთებული. თვითონ დეტალებში ხო გეუბნებით ვერ ვიტყვი ამ თემაზე არ მიფიქრია, თორე ის რომ мотивация მოდიოდა ზევიდან, რომ თქვენ ხართ დაუჯელები, თორე დაკავებულს რომ კი ვთქვი, რომ ეუბნება ადვოკატიც მე ვარ, პროკურორიც მე ვარ, მოსამართლეც მე ვარ, ყველაფერი მე ვარ. იქ დამთავრებულია ყველაფერი. იქ გასაჯელის უფლებების დამთავრებულია, მოქალაქეობრივი უფლება, რავი, თუ ყველაფერი დამთავრებული. თორე ეტი რა უნდა გაგეკეთებინათ მისთვის პირადად, რაც თქვენ გააკეთეთ ახლა ფოტომასალა, მიაწოდეთ საზოგადოებას. ეს იყო ყველაფერი, თქვენ რა ამისთვის დაგსაჯეს. მაგრამ იმდენი კომპეტენციაც არ ყოფნიდათ, იმდენი ტვინიც არ ქონდათ, რომ ეს თქვენი დასჯა რომ შემდგომ შემოუბრუნებოთ, ამაზე არ ფიქრობდნენ. ეგ იყო ყველაფერი. ეგ იყო ჯაშუშების და ჯაშუშობისთვის თქვენი ბრალის საფუძველი. ბატონმა ირაკლიმ რაც კითხვა და ბატონმა ირაკლი ქადაგიშხმა, ზუსტად ის კითხვა მეც მაქვს, რომ რაღაც აქეთკენ მიდის აზრები, რომ პრეზიდენტი 26, ამიტომ კითხეთ წეგან 26 მაისის მერე იყო ეს სააკაშვილის ზარი, რომელიც შუაღამეზე გვირაბზე გიწყებთ ლაპარაკს. ალბათ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ის თავად იყო ჩართული, მით უფრო რომ შემდეგ მან მთაში ისე დაგეგმა წასვლა, რომ თქვენსი ყოფნას დამთხოვოდა მისი ყოფნა. ეს შემთხვევით არ იყო მომხდარი და შეეცადა თქვენთან გარკვევას, თქვენ რა იცოდით. ეს უფრო ამას გავს, ალბათ ბატონმა ირაკლიმაც ამიტომ დასვა ეს შეკითხვა. კიდევ ხომ არ გაქვთ ბატონო ირაკლი კითხვა? თქვენ ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მოყვდით დღეს ჩვენთან. თქვენი დანაშაულის ბრჭყალებში გავარკვიეთ დამლაგებლების სია გადაგიციათ გაურკვეველ დროს გაურკვეველი ვიღაცისთვის გაურკვეველ მისამართს. ნათიას რა ბრალი წარუდგინის ბოლო-ბოლო. თუ საერთოდ მოუხსნეს ყველაფერი, უბრალოდ ძევალი იყო დაკავებული, რომ თქვენ რამე გეღიარებინათ ამიტომ. ნათიას ბრალი იყო ის, რომ ჩემი მეუღლე იყო. არის. რა დაწერეს რამე? ხელშეწყობა ჩვენი დანაშაულებრივი საჯაშუშო ქსელის ხელშემწყობი იყო. ანუ ინფორმაციას ფლობდა ყველაფერზე და არაცნობა სამართალდამცავებს და ასე შემდეგ. მეორე კითხვა ბატონ გიორგი აბდალაძესაც ვკითხე, თქვენ გამოსმენელი მაქვს ადრე, რომ იგეგმებოდა, რომ არ გამოეშვით, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სააგენტოები ძალიან ზეწოლას ახდენდნენ ხელისუფლებაზე, იგეგმებოდა წამყვანი დასავლური ქვეყნების პრეზიდენტების, პრემიერების, ფოტოგრაფების რაღაცა გაფიცვა თუ აქცია. თქვენ ამაზე გაქვთ რამე ინფორმაცია? ანუ როგორც ეს არანაირი გიორგისგან ვიცი ესე. ჩემს არ არის ცნობილი, რომ ვიღაც აელჩოს რაღაც გაცხადება გაეკეთება. საელჩოს არა. მე ბატონი გიორგისგან ვიცი, მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უთხრა თქვენმა კოლეგამ, რომ რამდენიმე დღეში თქვენს გამოშვებამდე
პირად ფოტოგრაფებს ორი ესო. დღით ადრე პრეზიდენტების ფოტოგრაფები აპირებდნენ რაღაც ესეთი აქციის გაკეთებას. შესაძლებელია ქონდათ ეს გეგმა, ჩემთვის ცნობილი არ ვიცი არ არის. და მესამე კითხვა, თქვენ აქ იყავით აქციის დაშლის დაწყებამდე, თქვათ მინიმუმ 1 საათით ადრე. დიახ. თუ გინახავთ, თუ შეესწარით იმ აგრესიას, რომელიც მომიტინგეების მხრიდან იყო, პეტარდების სროლა, ფეიერვერკების სროლა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, პარლამენტზე შტურმი, პოლიციაზე ქონდათ, გეტყვით, ეხლა რა ქონდათ მათ ასე ვთქვათ ჭალებში ისა შეიარაღებაში. ფანერები, ხის ფანერები, რომლითაც ესე და ქონდათ პლასმასის მილები. ის სპეცრაზმა რო დაიწყო ბრახუნი და რაღაცა, ესენი ერთი რიგი ვითომ დადგა რაღაცა და ისინი წამოვიდნენ, ესენი უკან გაიხსნენ, მაგრამ უკინდანაც მოდიოდნენ და მაგი დამთავრდა ყველაფერი. ანუ წინააღმდეგობა რომ ვიღაცას ისე ქვა ესროლა იქით, აქეთ, ანუ არ ყოფილა. ეგეთი რაღაცა კადრებში გადაღებული არა, მაგრამ იქ ვიყავი და მაგასაც გადავიღებდი. ანუ მე ხო გადაღებაზე როცა ვარ აქცენტირებული კი არა ვარ რომ სიტყვაზე პოლიცია მაინდა-მაინც პოლიციის ის გადავიღო აქციის მონაწილე ყველაფერს ვიღებ რაც არის და რაც ასე ვთქვათ კადრია ჩვენთვის რეპორტიორებისთვის. მე იქ ვისი მომხრე ვარ, ვიზე ვარ გაბრაზებული სიტყვაზე ძველი ამბები გავუსმენ. გადაღებაზე ვარ ცივი გონებით, ამიტომ გამომაქვს რეალურად რაც იქ ხდება. გაბრაზებული ვერც ვერავის ექნებოდით, პრეზიდენტის ფოტოგრაფი იყავით ბოლო-ბოლოს მასთან მსახურობთ. ხო, ხო შეიძლება აქციის მონაწილეებს ყოფილიყავი, ისინი ხო ოპოზიციაში იყვნენ მაშინ, მაგრამ ცივი გონებით რაც ხდება, ის ფაქტი დავაფიქსირე რა, მოკლედ. ჩემ პროფესია შევეწირეთ, მოკლედ, ამ ბრალდებით. ბატონი ილია. მადლობა ბატონო ირაკლი, მე პატარა კითხვა მაქვს, ერთი მომენტი მაინტერესებს. თქვენ ამ სამსახურში როგორ მოხვდით, როგორ დაიწყეთ მუშაობა? ეს იყო რამე კონკურსი, ვინმეს რეკომენდაცია იყო თუ აი რა პროცესი, რა გზა გაიარეთ იმისთვის, რომ პრეზიდენტის აპარატში გემუშავათ? კი ბატონო. კი ბატონო. აი მე კი ბატონო. როგორ მოხვდი პრეზიდენტთან? მაშინ მუშაობდი ინტერპრეს ნიუსში და რატომღაც გედეინძე წამოვიდეს ფოტოზე, იმიტომ რომ ფოტო ამბები იდებოდა, ანუ ვრცელდებოდა რა. და ანუ ჩემზე იყო მოთხოვნა. მერე მოითხოვეს ზურადიშვილი კაბინეტში უნდა გადამეღო, ანუ საიმიჯო პორტრეტი. ხო, ვიღაც კონკრეტული ადამიანი ითხოვდა ამას? სამსახურის ხელმძღვანელი ითხოვდა. გიცნობდათ ესე იგი. ნუ მე ისი კითხვა მინდა იცით. ის ვისი რეკომენდაციითაც იყავით ამ სამსახურში. იმას შეექმნა თუ არა პრობლემები, იმიტომ რომ თქვენ ის იმ პერიოდში იქ აღარ მუშაობდა. გასაგებია. აი, წლების მანძილზე იქ არ მუშაობდა. ესე თქვენ რომ მიხვედით და ეს 2011 წლის 26 მაისი მოხდა? ის აღარ მუშაობდა უკვე მე წელიწადს. ვისი რეკომენდაციითაც იყავით? გასაგებია ეს მინდოდა და მაგრამ რეკომენდაცია შეიძლება წამოსულიყო თვითონ სააკაშვილისგან. იმიტომ რომ გახშირდა ეს მოთხოვნები. ახლა გამოდიოდი პირდაპირ ვიტყვი პრეზიდენტის ფოტოგრაფი ოღონდ სააგენტო დან. ხო და მე იცი რა ვიზიტზედაც უნდა წამოხვიდეო და ინტერპრესი არ გვიშვებდა ასე ვთქვათ რომ პრეზიდენტთან ვიზიტი ფოტოგრაფი ნუ მithom კამერა არ და მეთქი თუ თქვენი თანამშრომელი ვარ მეთქი ხლა გავბრაზდი მე ჩემი საქმე მაქვს იქ არ მუშაობ და ლამაზი არ იყო და თუ თქვენი თანამშრომელი ვარ მეთქი თქვენთან უნდა ვიყო მეთქი და აქ უნდა დავანებო თავი ხლა თქვენ რო გინდათ ეხლა აქ საქმეს ვაფუჭებ მეთქი და მე რაღაც პერიოდის მერე უკვე შემოთავაზება ან უარიც არ გამოდიოდა რა. გადავედი იქ სამუშაოდ. ვისგან იყო ეს შემოთავაზება? პრესამსახურიდან ის. გასაგებია. რომელიც მერე აღარ მუშაობდა. რომელიც იმის მერე ორი უფრო შევიცვალე. მესმის. მადლობა. არის. გამოიწერეთ emigrant TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.